მოგესალმებით, ეთერში ანა ჩიქოვანის პოდკასტი, ახალი საპროტესტო სერია. დღეს ჩემი სტუმარი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით ზვია დაბაშიძე. ზვია, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა. აქტიურად ვადევნებ ხოლმე თვალყურს ზოგადად სოციალურ ქსელში მიმდინარე აქტივობებს და ძალიან ისეთი ყოველთვის ზომიერი უნდა ითქვას, მაგრამ აი ცალსახა სიმართლეს რო მოიკითხავ, ასეთი შინაარსი არის ხოლმე შენი ნაწერები და ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ რომ ჩვენი აუდიტორიისთვისაც საინტერესო იქნებოდა შენი მოსმენა. ბატონო. ჩვენ ძველი ურთიერთობა გვაკავშირებს რაღაც ჯერ კიდე ჩემი ბავშვობიდან დაწყებული ძალიან პატარა რო ვიყავ იქიდან, მაგრამ ამის შემდეგ აკადემიური გადაკვეთაც მოგვიწია, მე ვიყავ შენი სტუდენტი, პოლიტიკის შესწავლასაც მიკითხავდი და მე ევროპის ქვეყნების შედარებით პოლიტიკაზეც ვიყავი ძალიან და რაღაც თვალსაზრისით ვფიქრობ რომ შენც გაქვს რაღაც წვლილი ჩემი პოლიტიკით დაინტერესებაში. იცი მინდოდა დამეწყო რომ ჩვენ ბოლოს გეწერა ესეთი სტატუსი რომ ჩვენს წინაშე არის არა იდეოლოგიათა შორის არჩევანი, არამედ რაღაც არჩევანი რუსულ იმპერიალიზმს და ევრაზიანიზმს და თავისუფლებას შორის. ანუ რეალურად ეს არჩევანი გვიდგას ჩვენ, ხო? ამ თვალსაზრისით იდეოლოგიებზე მინდოდა დაგვეწყო საუბარი, იმიტომ რომ როგორ ფიქრობ, რამ განაპირობ, სანამ ზოგადად ჩვენს თემას შევეხებით, რაც მიმდინარე პროტესტი არის ქვეყანაში, თვითონ იდეოლოგიების თვალსაზრისით, როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა, რომ ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები იდეოლოგიად ვერ შედგნენ. ანუ გვაქვს ბევრი პარტია, ვიცით რომ ანუ მაგით ვერ დავიჩივლებთ. უამრავი პარტია გვაქვს დღეს, მათ შორის არჩევნებზეც ბევრი გადიოდა, თუმცა იდეოლოგიად არ არიან სრულფასოვნები, ასე ვთქვათ. ანუ ჯერსაც იდეოლოგიებსაც არ აქვს მაინც დიდი ისტორია, ამაზეც ქონდა აღნიშნული, რომ ეს რაღაც სახელმწიფოების ჩამოყალიბების პერიოდიდან გაჩნდა, ხო, მაგრამ ჩვენ ალბათ ძალიან დიდი ამოვარდნა ქონდა ეს 70 წლიანი პერიოდის, რატომაც ვერ ჩამოყალიბდნენ რაღაც იდეოლოგიურად და უფრო პოპულისტური იარლიყები მიიკერა ყველამ. რა იყო ამის გარდა თუ იყო რაიმე მიზეზები? კი, რა თქმა უნდა, მადლობა დიდი ანა კიდევ ერთხელ ჩემი მოწვევისთვის. მიხარია თუ რამე წვლილი შევიდა ნაბი შეცდომები ვერ გეტყვი. მოკლედ ეს ძალიან საინტერესო თემაა ზოგადად მეცნიერებაში. რომ აი ეს თქვა არა მარტო ჩვენ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებში საერთოდ ეს ეგრეთ წოდებული იდეოლოგიური ორიენტირების დაჭერა პოლიტიკურ პარტიებსა თუ საზოგადოებას საკმაოდ უჭირთ. ეხლა იდეოლოგია რა არის, ხო კითხვა ხება ბევრი განმარტებები ძალიან და მარტივად რომ შევთანხმდეთ რაღაცა მსგავსი პოლიტიკური დოქტრინების მქონე ადამიანთა გაერთიანება, მოდი დავარქვათ. რომელთაც რაღაცა საერთო წარმოდგენები, რაღაც ხედვები აქვს ქვეყნის განვითარებაზე, პოლიტიკური პროცესის განვითარებაზე, სოციალური სისტემის განვითარებაზე და ასე შემდეგ, რა. რაღაც კონკრეტულად მეტნაკლებად მწყობრი დამოკიდებულება, თქვა, არ ვიცი, გადასახადების მიმართ, განათლების მიმართ, საგარეო პოლიტიკის თუ კიდე სხვადასხვა საკითხების მიმართ. ეხლა ეს საკითხი თქვენ როგორც ვთქვით, ხა მე მქონდა ხო პოდკასტში რა მინდოდა მე მეთქვა რომ ჩვენთან ხა ამ ბოლო ხანებში რაღაცნაირად ესე დამკვიდრდება შეხედულება რომ არსებობს რაღაც ეგრეთ წოდებული პროდა მედასავლეთეობა, რომელიც რატომღაც დაკავშირებულია გინდა თუ არა უნდა გერქას ლიბერალი და თუ დაირქმევ შენ კონსერვატორს გინდა თუ არა უნდა იყო ამ ანტილიბერალური კლუბის წევრი და თითქოს რაღაცა ევრაზიული რუსული სივრცისკენ მიიწევ. ეს საერთოდ არასწორი დამოკიდებულებაა. ეგ ალტინფოსგან არის განპირობებული ჩვენთან ალბათ მაგალითად. ხო, ნუ ეს ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი ალტინფ, ესე იგი, ნუ ეს სადღაც რუსეთში მზადდებოდა შესაძაც ესა, რომელიც მე დაიწყო გავრცელება, სხვა შორის არა მარტო ჩვენთან, ბევრ ქვეყანაში ეს გავრცელებული, მათ შორის თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ ევროპის ქვეყნებშიც კი შეიძლება ნახოთ, ამერიკაშიც კი შეიძლება ნახოთ თქვენ ასეთ რაღაცა, რატომ რომ ესე იგი თითქოს პუტინმა რა გააკეთა ეხლა რომ ну, თქვა თანამედროვე სამყაროს ხო უწოდებენ ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ სამყაროს. თუმცა ეს ლიბერალური ტერმინი ხო ძალიან ზოგადია ამ შემთხვევაში ეს განზოგადებულია. ხო, ამ შემთხვევაში იგულისხმება უბრალოდ სამყარო, სადაც მეტნაკლებად არის გავრცელებული თავისუფალი ვაჭრობა, თავისუფალი მიმოსვლა, სახელმწიფოს იზოლირებული, ხო, იზოლირებული და აღარ არის ანუ მეტი ყურადღება ადამიანის უფლებებს, მაგრამ ეს ძალიან ზოგადი შეხედულებაა, ხო? და თითქოს და ამ დროს დასავლეთი დგას ასეთი იდეის უკან და უცებ პუტინი ფიქრობს ახლა რომ იწყებს რეინკარნაციას ამ ძველი რუსული იმპერიული სისტემის და რა დაეყრდნოს და აი მიაგნო უცებ ამას. მიაგნო ევროპაში ინდათ ასეთ ინტელექტუალებს რომელიც კონსერვატიზმისკენ გადახრილ თუმცა მათი კონსერვატორი საერთოდ სხვა რამეზე გადიოდა და ну ისინი თქვა დამდობდნენ რომ ბევრი ტრადიციული ღირებულება როგორც იყო ოჯახი, ტრადიციული განათლების სისტემა და ბევრი რამ სახელმწიფოს ზედმეტმა ჩარევამ ხანდახან გააუფასურა. რამაც საზოგადოებაში იქ გარკვეული გახლეჩილობა გამოიწვია, რაღაცა მორალური კრიზისები გამოიწვია და ნუ ეს ამაზე იყო ხა დასავლეთ დიდი ხანია გახსოვს ამაზე მსჯელობა 18 საუკუნის მერეა ეს მსჯელობა და ეს უცებ რუსი პუტინმა ჩააგო ამას ხელი და აი თვითონ დაიწყო საკუთარი თავის პოზიციონირება ის თვითონ ეს არის ამ რაღაცა ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ ღირებულებათა დამცველი.
და ნუ თვითონ გამოეცხადა მხსნელად კაცობრიობას და უცებ აი და სადღაც დასავლეთ ჩვეულებრივ მოსახლეობაში აღმოაჩნდა ალაგ-ალაგ ესე იგი ეს მხარდამჭერები იმ თვალსაზრისით რომ ეს მან ძალიან გეგმაზომიერად გააკეთა და გეგმა მოდი სიმართლე ვთქვათ მან კარგად დაგეგმა და კარგად შეასრულეს გეგმები გაგებით რომ უცებ დამპყრობელის სახე აღმოჩნდა რომ რაღაცა მორალური გადამრჩენი შეიძლება იყოს ვიღაც დაუცნაურობა მაგრამ ასე შედეგებს ხედავთ შედეგი ფაქტია ხა რაც არის ეს არის ეხლა იდეოლოგიები დასავლეთ ჩვენ თქვით რომ ეს გაჩნდა გათანამედროვების პროცესის შედეგად ხო როცა იწყება თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბება თქვა ფეოდალიზმი ირყევა რწმენას საჯარო სავალდებულო ხასიათი აღარ აქვს უფრო კერძო სფეროში გადადის და უცებ ჩდება სახალხო ლეგიტიმურობის იდეა რომ თქვა აი ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის თქვა და მან უნდა ჩამოყალიბოს მთავრობა და შესაბამისად ამ ხალხო გადაჯგუფება ესაჭიროება რაღაცა მიზნებისთვის მიზნებით რაღაცა სტრატეგიებით და ყველა ადამიანი ერთ აზრზე არ დგას და ყველას ერთდაიგივე მიზნები არ აქვს არა ამან გამოიწვია პარტიების აღმოცენება და პარტიებთან ერთად რა საკვირველია მანამდე ცოტა ადრე დაიწყო პარტიებმა მოახდინეს ამ რაღაცა სხვადასხვა იდეური პლატფორმების მოდი ასე ვთქვათ ინტეგრირება მათ გარშემო კი ერთმანეთს დაემთხვა საზოგადოების რაღაცა ჯგუფის ინტერესი, პარტიის რაღაც ჯგუფის და პარტიებიც გარკვეულ სოციალურ გარემოში აღმოცენდნენ, რაღაც სოციალურ ჯგუფებში აღმოცენდნენ და ამ სოციალურ ჯგუფებს გარკვეული ხედვები ჰქონდათ სამყაროზე. თქვა, არ ვიცი, კლასიკურ ლიბერალები პირობითად აღმოცენდნენ საშუალო კლასის იდეებზე, ძირითადად შემთხვევაში და მათი მთავარი შინაარსი რა იყო, თავისუფალი ვაჭრობა, ესე იგი კანონის მართლობა, ხო, კერძო საკუთრება, პლურალიზმი, სამოქალაქო საზოგადოების მეტი იდეა, მთავარი იდეა რომ სახელმწიფო, უბრალოდ მთავრობა დაეტიოს საკუთარ ჩარჩოებში, ტყავში და იმის იქით არ გავიდეს, რომ არ შემღავლოს ადამიანის თავისუფლება, ხო? თქვა ეს გავცელდა ეკონომიკური თვალსაზრისით, თქვა ადამ სმითის თვალსაზრისითაც, პოლიტიკური თქვა მონტესკია თუ ჯონ ლოკია თუ სხვა. ხო, ამას შედარებით დაუპირისპირდა თავის დროზე ეგრეთ წოდებული კონსერვატიული რასაც დაარქვეს მე. ესეც ბრიტანეთში აღმოცენდა, თქვათ ეს ედმუნდ ბერგის მეშვეობით. ოღონდ ეს რაც დაუპირისპირდა, ლიბერალებს კი არ დაუპირისპირდა, როგორც ასეთი რევოლუციურ გარდაქმნის იდეალს დაუპირისპირდა, რომელიც ამბობდა, რომ რევოლუცია როგორც გარდაქმნის მოდელი, ისეთი ფრანგული რევოლუციის საპასუხოდ ამბობდნენ, არ არის ეს თქვათ კარგი. იმიტომ რომ მან შეიძლება ბევრი სიკეთე უნდა რევოლუციას მოიტანოს, მაგრამ გზადაგზა მას უწევს ისეთი ბევრი ისეთი ინსტიტუტის დანგრევა რომლის რეგენერაცია მე შემდგომში შეუძლებელი ხდება და ეს თავისთავად საზოგადოების მორალურ კრიზისს იწვევს და მატერიალურსა და კიდე სხვადასხვა. ამიტომ მოდელი ასეთი არის. ჩვენ რა თქმა უნდა ასე ვთქვათ მოვახდინოთ ჩვენი განვითარება, გათანამედროვე, მაგრამ ნელ-ნელა დაკვირვებით ისტორიის შესწავლის მიცი გამოცდილებით, კონკრეტული ერების რაღაც არ ვიცი კულტურების გამოცდილებით და ნუ რაღაცა ეს არ იყოს მხოლოდ ერთ უნივერსალურ მოდელზე მორგებული, რომ ყველას ქონდეს საკუთარი გზა განვითარების. ნუ მოკლედ შეიძლება ასე დავახასიათოთ, ხო? თქვათ, ამ იდეის უკან თქვათ იდგა ძველი არისტოკრატია, თქვათ თავის დროის სამეფო ხელისუფლება, ეკლესია, სასოფლო მოსახლეობა, ის რომელიც უფრო მეტად არ იყო დაკავებული ეს თქვათ სოციალურად ყოველდღიური გადაადგილებით და სოციალურად ყოველდღიური ახალი სამსახურის ძიების, ახალი სტატუსის მოპოვებით, ანუ ეს მოპოვებული სტატუსი იყო უკვე ადამიანისა. ხო, და ამის კონსერვაცია. ხო, ამის კონსერვაცია, მოდი ხე მე რაც მოვიპოვე, ხა თუ მოვიპოვე უკანონო დათქმა ჩავმართვე, მაგრამ მე თუ კანონიერად მოვიპოვე, მოდი ამას ნუ ჩავმართვე მე სხვისი ბედნიერების სახელით. არ იქნება ეს მართალი, იმიტომ რომ ჩემს უბედურებას აგებული სხვისი ბედნიერება ისევ უბედურების სახით დაბრუნდება. ანუ თავარი იდეა კონსერვატორების ეს იყო, რომ ამ შემთხვევაში მაგალითად რწმენა ამ შემთხვევაში ხო ეს არის დიდი რამ ადამიანისათვის. ეს არ არის მხოლოდ გონება, ადამიანი მხოლოდ გონების პროდუქტი არ არის სინამდვილე, ეს არის რწმენის პროდუქტიც. ამიტომ გონება არ შეიძლება რწმენა გადაყლაპოს. რწმენა უნდა დარჩეს თავის ადგილზე და ეს რაღაცნაირად მათი შერწყმა უნდა მოხდეს. მე თქვა გასცენ სოციალისტები განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში ეს გამოიწვია რა ინდუსტრიალიზაციამ გამოიწვია ახალი საქალაქო მოსახლეობის გაჩენა რომელსაც ну რაღაცა გარკვეული ესე ვთქვათ პოლიტიკური პლატფორმას გაუჩნდა უბრალოდ მოთხოვნილება გაუჩნდა უკვე გესმით რომ მათაც ქონათ რაღაც საკუთარი შეხედულებები უკვე სამყაროზე აქ ჩვენ ხა იმას არ ვამბობ ადამიანების გათავისუფლება ხო ახლა ჩვენ აქ არ ვამბობ ვინ იყო მართალი და ვინ იყო მწვანე ლაპარაკია რომ როგორ ხდება და ну გასაგებია ესე იგი ურბანული მოსახლეობა იზრდება ქარხანა ფაბრიკები იზრდება სოფლიო ხალხი ქალაქში ჩამოდის და ისიც სრულად ახალ სამყაროში ხდებიან და უცებ ისინი ეჩეხებიან ბევრ პრობლემას თქვა განათლებასთან დაკავშირებით საბინაო პრობლემასთან დაკავშირებით კიდე სხვადასხვა და უცებ ჩდება რაღაც იდეა რომელიც და პარტიები ამ ჯგუფებში რომლებიც უკვე ფიქრობენ რომ ამ ჯგუფის ინტერესების დაცვა მოახდინო პოლიტიკურ სისტემაში ერთ მხარეს არის თქვა სოფლის მოსახლეობა ქალაქის მოსახლეობა არისტოკრატია საუნივერსიტეტო აკადემია კიდე ძალიან ბევრი სოციალური ჯგუფი ხო და მათ შორის ესეც ეს ამ შემთხვევაში ნუ სოციალისტებს გულისხმობ არა ეხლა ჩვენთან ეს მოდელი ჩვენ ისტორიის ეს მოდელი პირდაპირ ასე არ გაგვივლია ჩვენ ისე მოგვიწევა ზიგზაგურად ისტორიების გავლა რომ იმენად ამოვარდნილი ვართ ხანდახან რაღაცა თვალსაზრისით რაღაცა კონტექსტში რომ ხანდახან საკვირველი ისიც კი არის რომ როგორც ჩვენ ოპერირებთ ხშირად სოციალურ სამყაროში ესეც კი როგორ მოვახერხეთ იმიტომ რომ აი ჩვენ აღმოვაჩენთ რომ
აბსოლუტურად ამოვარდით უცებ. ამ ხელაწყვეტები გქონდა. ამ ხელაწყვეტები გქონდა. ნუ გულისხმობ დასავლურ სამყაროსთან წვეტას. ან იმ ლოგიკას ჩამოვშორდით, იმიტომ რომ ჩვენი ისტორია კი გასაგებია გეოგრაფიულად აღმოსავლეთსაც ვესაზღვრებით და რაღაცა ჩვენი ისტორიაში იქიდანაც ბევრია, მაგრამ მაინც ჩვენი ისტორიული განვითარების ლოგიკა დასავლეთს უფრო ორიენტირებული, ანუ ქრისტიანულ სამყაროს ეგრეთ წოდებული. ხო და იმ კონტექსტში ვითარდებოდეთ ახლა ჩვენ. ავად იყო თუ კარგად იყო თქვა, ბიზანტიის მეშვეობით იყო თუ ათონისთვის მეშვეობით იყო თუ შავისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ხო ეს კონტექსტი იყო. მე უცებ გაქრა ეს კონტექსტი, მხოლოდ ორიენტალურ სივრცეში დავჭით. ხო, ახლა რუსეთთან მიკედლება თავის დროზე რა იყო, ის იყო მცდელობა რაღაცნაირად ორიენტალურ სივრცის გარღვევის. მაგრამ როგორც კი შემოვიდნენ რუსები 19 საუკუნეში, მაშინ მიხვდნენ ქართველები ეს გზა არ იყო. და ამიტომ თქვენ ნახავთ, რომ რამდენი 40-60 წლამდე აჯანყებებია საქართველოში. სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სახით. რატომ? იმიტომ რომ ეს რაღაცა ხდებოდა ისეთი, რაც მიუღებელი იყო. ესე იგი პირიქით უნდა ყოფილიყო თითქოს, მაგრამ აღმოჩნდა რომ რაღაცა ისეთი მოხდა. ეხლა ეს რატომ თქვი ეს პერიოდი რუსეთთან 19 საუკუნეში იწყება ჩვენთან რაღაცა ახალი კაპიტალიზმის განვითარების პროცესი, რომელიც რუსეთთან შემოვიდა. იმიტომ კი რუსების დამსახურება იყო. პროცესი მოგვიწია, ხო ესე მოხდა, იმიტომ რომ მის სახელმწიფო შემადგენლობაში ვიყავით. თუმცა არის ბევრი მეცნიერი, რომელიც ასაბუთებს, რომ მაგალითად რა ვიცი, 18 საუკუნის ბოლოს თქვა ერეკლე მეორე დროს რაღაცა ამის ელემენტები არის, თქვა, რომ რამდენიმე საფნის ქარხანა არსებობდა და რაღაცის საწარმო არსებობდა, რომ შეიძლება და ჩვენთანაც ეს განვითარება. მაგრამ ხა როგორც მოხდა ისე მოხდა ისტორიაში. ხო, ჰიპოთეტურად რჩება. ჰიპოთეტურად შეიძლება, მაგრამ ხა ის ვერ განვიხილავთ ჩვენ ამასთან. ესე ამან გამოიწვია რუსეთთან საქართველოში თითქოს ეს იდეოლოგიური ველი თითქოს საქართველოში გათავისუფლდა თანამედროვეობის თვალსაზრისით და ეს სამოცენელები ესენი იყვნენ თქვა ქართველი მოდერნისტები არიან ესენი რა რომ მათ უნდათ რომ საქართველოს დაინახონ თანამედროვე კონტექსტში. ილია ჭავჭავა ზარაკ მაუფილებს საქართველოს ხოლმე ხმლით დანახვა. არ არის მისთვის ეს მას ძალიან უყვარს საქართველოს ისტორია მოგიხსენებათ არა, მაგრამ ძალიან კრიტიკულიც არის. რა გაგებით არის კრიტიკული? მას უნდა რომ ის ძველი რაღაცა თუ კი რაიმე ღირებული გაუკეთებიათ ქართველებს ძველ საუკუნეებში თანამედროვე კონტექსტში ნახოს, იმიტომ რომ მანიც ის რომ მას ის ხვასავითო ჩინებსავითო, ჩინელებით ვიქნებითო, მაშინ რომ მარტო ძველზე დავდგებითო ახალს არ შევხედავთო. ეს არ არის მართალი, ხო? ამიტომ ესე იგი ამან გამოიწვია სოციალური სტრუქტურის ნელ-ნელა ცვლილება ჩვენთან, განსაკუთრებით ბატონობის გაუქმება და ახალი სოციალური ჯგუფების გაჩენა. ნელ-ნელა და ამან რაღაცნაირად იდეოლოგიური ველი გახსნა ჩვენთანაც რომ აი გაჩენილიყო თქვა გავრცელებულიყო არ ვიცი სოციალიზმი, ლიბერალიზმი რაღაცა ფორმით, კონსერვატიზმი რაღაცა ფორმით, თუმცა ჩვენთან აპრიორი ალბათ ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი შერწყმული იყო მაინც ერთად. და რაღაცა დოზით სოციალიზმით. ამ ეს ყველაფერი მაინც ნაციონალურ იდეას უკავშირდებოდა. უფრო ნაციონალური იდეას. რასაკვირველია, იმიტომ რომ ხა ეს ბუნებრივადაც იქნება და 19 საუკუნე ეს არის არა მარტო ლიბერალიზმის, კონსერვატიზმის თუ ნაციონალიზმის სოციალიზმის ხანა, ეს არის ნაციონალიზმის ხანაც. იმ გაგებით რომ სხვილი იმპერიის რღვევის შექმნისაც და რღვევის პროცესიც არის, ორივე ერთად არის და ახალი კი ბატონო, ჩვენი არის სახელმწიფოც ხო მაშინ ჩამოყალიბდა. რასაკვირველია, მაშინ იწყება და ეს 19 საუკუნის ქართველობა ეს არის. თავის სოციალისტები, თავის 60-ს სულ ყველა ამ შემთხვევაში მაინც ერთ წერტილში უთხოვს. უბრალოდ იმის მიუხედავად რომ ჩვენთან მაინც საბჭოთა პერიოდში დამახიჯდა წარმოშობა რომ ქართულ სოციალ-დემოკრატები მხოლოდ რუსეთთან ასოცირებულად გამოაცხადეს ეს ასე არ იყო. ჩვენ შეგვიძლია კარგად ვნახოთ მათი მოღვაწეობას ნაწერებს და მithumetes 18-20 წლებში ისინი საერთოდ აღარ არიან რუსი პირიქით აბსოლუტურად ჩამოშორებულნი არიან რუსეთს და ცდილობენ რაღაცნაირად რუსეთს თავი აარიდონ. კარგად იცნობენ რუსეთს. ნუ მე ხა რაც მოხდა ვიცით ხა ეს გასაგებია. ესე იგი, აი ეს 18-20 წლამდე ხომ მოვედით ესე და აი ამ დროს ჩვენ ვავიღოთ მაშინელი პარლამენტი, იქ მეტნაკლებად იდეოლოგიურად გადაჯგუფებულ პარტიებს ჩვენ ნახავთ. თქვა, ნახავთ ეროვნულ დემოკრატებსაც, სოციალ-დემოკრატებსაც, სოციალ-ფედერალისტებსაც, ესერებსაც, კიდევ სხვებსაც, რომელთაც გარკვეული იდეოლოგიური გამოკვეთილი პლატფორმა აქვს, თუ როგორ უყურებენ სამყაროს განვითარებას. თუ ეგ შეეკითხებოდეთ ახლა ნებისმიერ სოციალ-დემოკრატს ან ეროვნულ დემოკრატს, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უყურებთ განათლების სისტემას, როგორ უყურებთ საკუთრებას. ეს ზუსტად ჩამოგიყალიბებდნენ, რატომ და როგორ უყურებთ. რაც დღევანდელ პარტიებს ძალიან უჩინთ. მაშინ ეს მოცემულობა იყო ასეთი, მაგრამ არც ერთი ეს პარტია არ ყოფილა რუსეთუმე. აი ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ რუსეთუმემა მათ იცოდნენ, რომ ეს ხო იმპერიალიზმი. აი ნოე-ჟორდანიას ახლა ვიდამი თქვა რომ მე დასავლური იმპერიალიზმი მიჩნევია აღმოსავლურ ფანატიზმს. გულისხმობდა რუსეთის იმპერიას. ნუ აი გულისხმობდა რომ სოციალისტები მოგეხსენებათ დასავლური კაპიტალისტური იმპერიალიზმის გადანაშაულებდნენ, მაგრამ ამას თქვა რომ არა ის მიჩნევია ამ ფანატიზმს სოციალ-დემოკრატია. კი ბატონო, მე თუ გასაგები იყო მანიცოდა სოციალ-დემოკრატია ხო დასავლური იდეაა ეს ხო არ არის რუსეთში გაჩენილი. რუსეთში იყო ბოლშევიზმი. და მათ მაშინ დისტანცირება დაიკიდეს მისგან, იმიტომ ის მიხვდა რომ ის არის ჩვეულებრივი რუსული იმპერიალიზმი თანამედროვე სახით. ამიტომ მაშინელი ქართველი ლიბერალებიც, არალიბერალებიც, კონსერვატორებიც, სოციალისტებიც, ესერებიც, რევოლუციონერებიც არც ერთი პრაქტიკულად ჩვენ რუსეთუმე პარტიები არ ყავდა, თუ ახლა მცირე ნაწილს ბოლშევიკებისაც არ აღებებს, ნორმალურად არავითარი გავლენა საქართველოს საზოგადოებაში როგორც ასეთი არ ჰქონდათ.
და რატომ ესე იგი მაშინდელ საქართველოში მეტნაკლებად სოციალური ჯგუფების გადადანაწილება დაიწყო ისე რომ კონკრეტული პარტიის უკან გარკვეული სოციალური ჯგუფი ასოცირდებოდა. და ეს იდეოლოგია რა თქმა უნდა ეს არ იყო შეიძლება ვთქვათ ბრიტანეთივით ესე განვითარებული როგორც იყო, მაგრამ ეს ნამდვილად იყო იმ საწყის, იმ საფუძველს აღმოჩენებული, რომელიც შემდგომში განვითარების შემთხვევაში, დემოკრატიის განვითარების შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა და პირიქით უფრო მეტად, ესე ვთქვათ, რა ვიცი, რაღაცა განვითარებას პოებდა, ხო, ან დაახლოვდებოდნენ ერთმანეთთან, ან უფრო მეტად დაშორდებოდნენ, რა ვიცი, რაღაცა ფორმა მათ მიეცემოდა, აუცილებლად მოხდებოდა. მაგრამ ნუ ხდება საბჭოთა კავშირი და საბჭოთა კავშირის იდეალი არის ერთგვაროვანი საზოგადოების ჩამოყალიბება. და ის თანასწორ საზოგადოებას კი არ აღალიბებს, ერთნაირი საზოგადოება, ერთგვაროვანს აღალიბებს, რომელიც ნიშნავს, რომ ყველანაირი სოციალური განსხვავებულობა უნდა მოსპოს, რომელიც უკანას დგას პლურალიზმის აკრძალვა, აზრის თავისუფლების აკრძალვა, ყველაფრის აკრძალვა, მათ შორის საკუთრების აკრძალვა და ნიშნავს, რომ ესე იგი მხოლოდ ერთი ჭეშმარიტებაა გამოცხადებული, ერთი იდეოლოგია კომუნიზმის სახით გამოცხადებული ჭეშმარიტება, მხოლოდ აი მას მივიდოთ უყოლა, რომლის თავი არის ჰომოგენური საზოგადოების ჩამოყალიბება და არა საზოგადოებისა, რომელიც შიგნითა დაშვებულია კონკურენცია მათ შორის შეხედულებათა თვალსაზრისითაც. ანუ კონკურენცია არ ნიშნავს პრობას. ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, კონკურენციას, აი წმინდა სპორტული თვალსაზრისით რომ ავიღოთ, როცა არის ფეხბურთის თუ კალათბურთის სხვა გუნდები თუ სპორტსმენები ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაგრამ დამარცხების შემდეგ, ნუ ერთმანეთს ვინც იმარჯვებს და ვინც არ იმარჯვებს, აღიარებენ ერთმანეთის დამარცხებასა და გამარჯვებასა და შემდგომი ეტაპისთვის ემზადებიან. აი ეს არის ამ შემთხვევაში კონკურენცია, ხო? ეს საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის შიგნით ის რაღაცა დოზით განსაკუთრებით 70-იან წლებში 80-იან წლებში რაღაცა დოზით მოხდა ამის დაშვება რაღაცა დოზით მაგრამ ეს პარტიის გარეთ არ გადიოდა ხო ეს უფრო ჯგუფობრივი კლანური გადანაწილება იყო ძალაუფლების შიგნით ვიდრე თქვა გარეგნული კონკურენცია თქვა ჩინეთში არის დღემდე ახლა ეს ასეთ რაღაც ჩინეთის კომუნისტური პარტიას ახასიათებს ეს რომელიც სხვაჯერს ეხმარება კომუნისტურ პარტიას რომ გაიხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება ანუ ეს რაღაცა რასაც ესენი აპირებენ ახლა ალბათ მომავალში. ხო, არ ვიცი, ნახოთ, ეს არ არის. ანუ აი ხელოვნურად არსებული ოპოზიცია მათ შორის შიგნით. ხო, რასაკვირველია, ოპოზიცია ხარ, რა არის? ოპოზიცია ნიშნავს, რომ ერთი პარტია მეორე პარტიას ეცილება ხელისუფლებაში კეთს. ის მანდ აზრთა განსხვავებულობას კი არ ნიშნავს. ის ნიშნავს, რომ ის ჩამოაშოროს ხელისუფლებას თვითონ მოვიდეს ხელისუფლებაში. ეხლა თუ პარტია არ ფიქრობს, რომ მეორე პარტია ჩაანაცვლოს ხელისუფლებაში, ის მაშინ ოპოზიციური პარტია ვერ იწოდება. შეიძლება იწოდოს ცოტა განსხვავებული შეხედულების პარტია და არ ვიცი რაღაც პიროვნებად, მაგრამ ოპოზიციად ის ვერ ფორმირდება, ეს გამორიცხულია ეს. თუ ეხლა მით უმეტეს არჩევნებში ერთად გამოდიხარ, ოპოზიციური ფლანგიდან წარმოგიდგენთ, თქვა ხდება პრეზიდენტი და უმრავლესობა მას ხარს უჭერს, ნუ ეს ანაქრონიზმია, ეს არ არის ხო ოპოზიციურობა ისმით. ხო ამიტომ ახლა ეს რა თქმა უნდა შიდა პარტიული კონკურენცია არ იგულისხმება რომ ეს არის რაღაცა პლურალიზმის გამოხატვა ეს ნიშნავს რომ როგორაც საზოგადოებაში აღიარებული სხვადასხვა ჯგუფების არსებობა. ამიტომ ესე იგი ჩვენთან ეს რატო ვერ მოხდა ახლა მივდივართ ხო დასწრებით ჩვენთან იდეოლოგიურად ამის შემდეგ მარტო რუსეთთან გვიწევდა დაჯახება. ხო ნახეთ 90 წლების ბოლომდან ნუ ვიცით ახლა ჩვენ რაც ხდება მე ცხადდება საქართველოს დამოუკიდებლობა და უცებ ეს ყოფილი საბჭოთა ერთგვაროვანი საზოგადოება უნდა გარდაიქმნას პლურალისტურ, ანუ სხვადასხვა ინტერესებისა და სხვადასხვა საკითხების ირგვლივ ორგანიზებულ საზოგადოებას, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა. მენტალურად აღმოჩნდა პირველად რთული, რომ ადამიანს გაგვიჭირდა იმის გააზრება, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ საკითხების მიმართ განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთსწორები არ ვიყოთ. ეს იმიტომ ეს პირდაპირ დაიყვანებოდა საბჭოთა პერიოდში განსხვავებულ მტრობამდე და ამას ჩვენ მივეჩვიეთ. ამ არა მარტო ჩვენ ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ყველა მოქალაქე მიეჩვია, მათ შორის აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის ქვეყნებიც კი, რომელიც ფორმალურად დამოუკიდებელნი იყვნენ და დღეს ისინი ევროკავშირის წევრები არიან. და შე შემთხვევაში ამ ქვეყნებში უფრო აღმოცენდება ხომ ესეთი პარტიული თუ სხვა ტიპის გახლეჩილობა. ხო, როგორც ჩანს ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იმ პერიოდში. ეს ჰომოგენიზმის არის, როცა ერთგვაროვან საზოგადოებას ქმნი და უცებ მე მიჩვეულე ვარ, რომ შეიძლება რაღაც საკითხზე მქონდეს განსხვავებული შეხედულება, მაგრამ ეს არ გადადის ჩვენ სოციალურ კონკურენციაში. ეს აკრძალულია და უცებ მე რომ მეუბნები რომ შეიძლება იყო კონკურენტი მეორე ადამიანის მე ვზავქარ მეორე მტერი მეორე ადამიანის ამ დროს მტერი არ ჩვენ არ ვერ ვიქნებით ერთმანეთის მტრები და ადამიანის გარშე არ არსებობს ხო ეს თუმცა არისტოტელესოვი ფორმულა რომ ადამიანი პოლიტიკური ცხოველია პოლიტიკური არსება რას ნიშნავს რომ მარტო არსება მას არ შეუძლია კაც ადამიანს და ისედაც თუ ამბობთ რომ ორივე მხარეს თუ რაღაც ამ ქვეყნისთვის წარმატება გინდა და შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ერთი მიზანი გაქვს უბრალოდ შეიძლება სხვადასხვანაირად უყურებთ აი გიო თრავდოზერს წლები რო ავიღოთ რატომ ამბობ მე ამ თრავდოზერს წლებს რომ ხიმის მიუხედავად საუკუნე გვაშოროს აღმოაჩენდა ბევრ რაღაცაში ეს ხალხი პროგრესული უფრო წინ არის წასული. აი ჩვენი ვნახავთ რომ მაგალითად მაშინდელი უზენაეს სასამართლო შემადგენლობა სრულად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. რატომ? იმიტომ რომ ნუ ეხა ერთი რომ შეიძლება ეს თავრობაზე იყო იმის გვაგონება რომ ეს არ შეიძლება ხოთ ერთპროფილად გააკეთო ყველაფერი, მაგრამ მეორე თვალსაზრისით ის ხედავდა რომ ის ხალხი ძალიან მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩეოდა. ვინც მაშინდელი უზენაეს სასამართლოს წევრებია თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მათ კვალიფიკაცია და ნუ მე ჩვენ დეგრადაცია.
როგორ შეიძლება ეს მოხდეს, ხო? იმ ხალხს იმის მიუხედავად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მათ გადაწყვეტილებაში არასდროს არ იგულისხმებოდა პოლიტიკური შეხედულება. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, რომ კანონზე დაღდნობით სამართლიანად მიიღოს გადაწყვეტილება და არა ვინმეს თქვა იქ ჩამოკიდებოდნენ რომელიღაც პოლიტიკური პარტიის არ იყვას. და შემდგომში იმის მიუხედავად, რომ ემიგრაცია შემხავს მაინც ქონათ ერთმანეთში განსხვავებული აზრი, მათ შეძლეს მაინც თანაარსებობა. გესმით, შეძლეს თანაარსებობა და კიდევ ერთხელ, შეიძლება დარჩათ განსხვავებული რაღაც წყენებიც ქონათ ერთმანეთს მიმართ, ხა ძალიან ადამიანური მომენტია, მაგრამ ისინი მაინც დარჩნენ ერთიმად იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა კგბ ძალიან აქტიურად მუშაობდა მათ შორის, რომ დაეშალა ქართული ემიგრაციები და ის სტალინის განსაკუთრებით ქონდა მის შიში, მაგალითად ეს კალნი ჩარგვიან საკუთარ მოგონებში, რომ ქონდა განსაკუთრებული შიში ემიგრაციისადმი სტალინს. ნუ არ ვიცი, ხა იყო ასეთ რაღაც. ნუ ინტელექტუალური ელიტა იყო ის, ხო, მაინც ხო, როგორც ნაწილი გაანადგურეს, მაგრამ ნაწილი გაიქცა. მაინც იყო თან როგორც სტალინი ხმად პირადად იცნობდა მათ შეხედულებები რაღაც საკითხებს, მაინც სადღაც ქონდა იმის ესე თქვა შიში, რომ ვინმეს ისინი თვითონ მათ წინააღმდეგ არ აემხედრებინ, არ ვიცი, რაღაც საკუთარ იდეები ქონდა, არ ვიცი, მართალი იყო, არ ვიცი, ყველანი იყო, მაგრამ ის ასე ფიქრობდა. ამიტომ ესე იგი ჩვენთან როდესაც იწყება იდეოლოგიური გადალაგება, ესე იგი ეს კიდევ ერთხელ სანამ არ მოხდება საზოგადოების ნელ-ნელა ახალ სტრუქტურად ჩამოყალიბება, რომლის ირგვლივაც მოხდება უკვე ესე ვთქვათ პოლიტიკური პარტიების წარმოშობა, რომელთაც გარკვეული სოციალური ინტერესების წარმომადგენლობა იქნება, ეს იდეოლოგიური ასე აღრევა-დარღევა მუდმივად იარსებობს ჩვენთან. ამიტომ არის რომ მაგალითად პარტია საინტერესო რაღაცაა ხო ჩვენთან, რომ შეიძლება იყოს ოფიციალურად სოციალისტური ამ თქვა ევროპული სოციალისტური ოჯახის წევრი და მეორე თვალსაზრისით მხარს უჭერდეს ეკლესიასთან თანაარსებობას. ეხლა ეს გამორიცხული, იმიტომ კი არა რომ სოციალისტური ეკლესიას ანგრევებმა ეს ლაპარაკია რომ სოციალიზმის თვალსაზრისით 100% სეკულარიზმი მოითხოვს ეს. და ეს როგორ შეიძლება ეს ერთმანეთთან თანაარსებობა ეს გამორიცხული ამ პირიქით შეიძლება იყოს რომ მეორე თვალსაზრისით რაღაც მემარჯვენე პარტიათა ცხადებდეს პარტიათას მემარჯვენე ცენტრისტულ და პირიქით რელიგიურ დაწესებულებებისათვის ქონდეს აი ეს ცოტა ესეთი ანტიდამოკიდებულება. არა იმ გაგებით რომ თქვა ვიღაცა ქვეყნის გავლენა, არამედ ზოგადად ქონდეს ეს დამოკიდებულება. ეს მეორე უგის არის რა. აი მაგ თემის გაგრძელებაზე მინდოდა რომ ზოგადად თანამედროვე სამყაროში ხო ეს სუფთად მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები აღარ არის დიდწილად, რაც ალბათ სწორი ტენდენციაც არის, იმიტომ რომ არის რაღაცები რაც საზოგადო სოციალური სტრუქტურა იცვლება და მაგიტომ არის. თუმცა მაგის მიუხედავად ანუ პოპულიზმი რო შემოიჭრა ახლა თანამედროვე რეალობაში პოპულიზმში ვხედავ ზუსტად მაგას ახლა რაზეც საუბრობდი რომ ანუ აღრევა ხდება ერთის მხრივ თავაზობ სოციალური პროექტები დატვირთულ რაღაცა შეთავაზებებს ფულს და ასე შემდეგ მოსახლეობას მეორე მხრივ ნაციონალისტური იდეას თავაზობ რომ აი მიგრანტები გავყაროთ და ასე შემდეგ ეს სახასიათებს დიდწილად ხო პოპულისტთა რაც ევროპაშიც საკმაოდ აქტუალური გახდა და მაგის მიუხედავად როგორ ფიქრობ მაინც უფრო რომელი იდეოლოგიას აქვს ცდუნება პოპულიზმისკენ თუ აი ზუსტად ესეთი აღრევა ხდება მე სამევეს უბრალოდ გააჩნიათ ჩვენ რას დავარქმევთ ამა თუ თქვა იმ მოლენას სახელად ეხლა სიტყვაზე მე რო ვთქვა რომ ჰეგელი ხო ვიქნები თქვა იგივე ვარიანტია ვინმე რო აცხადოს რომ კონსერვატორია ეს ხო არნიშნავს მაინც და მე თუ გამიყვოდის იმ აზრზეა და ჩვენ ნახოთ ესე იგი სოციალისტებში რამდენი პოპულისტური პარტია ყოფილა და ძველ დროსაც და ახალ დროსაც ის ხალხი ვინც საკუთარ თავს კონსერვატორს უწოდებდა იქაც აღმოაჩენთ რამდენი ყოფილა ის ხალხი ვინც საკუთარ თავს ლიბერალს უწოდებდა იქაც ჩვენ აღმოაჩენთ რომ ეს ანუ თავშესაფარია იდეაში თავშესაფარია გესმით უბრალოდ ეს როგორ ჩანს ვითარების და მიხედვით არის როგორც ვითარებაში ვიღაცა სოციალისტ დაიხმევს სახელად იმიტომ ის პოპულარული ხდება ან უბრალოდ ის საკითხები რასაც მან უნდა რომ ესე ვთქვათ ჩასჭიდოს ხელი და ვიღაცისთვის სხვა საკითხი გახდება. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გუშინდელი სოციალისტი დღეს კონსერვატორი ხდება, ასეთი რაღაცა მე არ გამიგია ესე იგი. უბრალოდ შეიძლება შეიცვალო ადამიანმა შეხედულებები, არ ვიცი მაგალითად აი ცნობილი ხო იცი შენ კარგად ავსტრიული ეკონომიკის წარმომადგენლები ყოფილი სოციალისტები იყვნენ. ახალგაზრდობაში. მაგრამ მათ ახლა ეს გაიაზრეს კრიტიკულად კაც ის კი არ მოხდარა რომ არჩევნებში რა ქვია ვინმე ხმას მოიპოვდა იმის მიხედვით შეიცვალეს საკუთარი შეხედულება არა მათ გაიაზრეს რაღაც ემპირიული გამოცდილები დააგვირდნენ და აღმოაჩინეს რომ ილია ჭავჭავაძესაც აქვს შეცვლილი შეხედულებები მასაც ჰქონდა თავის დროზე რა უნდა იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი ხარ ადამიანი ხარ და ვითარდები და რაღაცას ხანდახან რაღაც დროს მე სხვაგვარად შეხედა მაგრამ ვცდილობ რომ ეს გაიაზრო კრიტიკულად რომ რატომ აკეთებ ამას ასე არ ვიცი ვინმე დაგეფთახდება თუ არა მაგრამ ყოველთვის პატივსაცემი ადამიანი რომელიც ცდილობს რომ გააზრებულად მოგაწოდოს საკუთარი შეხედულება რატომ გააკეთა ეს ასე და რა ისე რომ ეს გუშინ უწევდა ხვალ გავხდე ესე იგი რაღაცა პარტია ამიტომ ჩვენთან ეს სანამ სოციალური სტრუქტურის ეს პროცესი ჩვენ ახალი სოციალური სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში ვართ და ეს პარტიული ესე ვთქვათ იდეოლოგიური აღრევ-დაღრევაც სწორედ აქედან მომდინარეობს დიდწილად თუმცა როგორც შევთქვი დასავლეთშიც ხდება მსგავსი რა თუმცა არა იმ დოზით ახლა როგორც ჩვენთან მაგრამ იქაც იმიტომ რომ სოციალური სტრუქტურა იცვლება ვთქვათ ახლა არ ვიცი 21 საუკუნეში 19 საუკუნეში მუშათა კლასი იმ გაგებით არ არსებობს ეს პროლეტარიატი შეცვლილი ეს საშუალო კლასის კატეგორიაში გადასული ვიღაცა მაღალო საშუალო კლასში ვიღაცა დაბალო საშუალო კლასში ოღონდ მოსახლეობის დიდი ნაწილი
ან თქვა ძველი კონსერვატორი ხა სიტყვაზე ხა ის აღარ არის ხა ძველი არისტოკრატიული მმართველობა ან თქვა რაღაც ეკლესიის იმ გაგებით ვითარ როგორც ძველ დროს იყო ხო ან სამეფო ხელისუფლება აბსოლუტური არ არის ნომინალურად პრაქტიკულად და ხშირ შემთხვევაში ეს უფრო გადის კერძო საკუთრების საკითხზე და სეკულარიზმის და არასეკულარიზმის საკითხზე ვიდრე ყოველთვის ის როგორც შეიძლება მე-19 საუკუნეში ყოფილიყო რევოლუციის ან ანტირევოლუციის თვალსაზრისით რა ლიბერალების შემთხვევაშიც უფრო კიდე ისე გვაქვს საქმე საინტერესოდ რომ რამდენი ტიპის მოძრაობა უწოდებს საკუთარ თავს ლიბერალს და ხშირად როგორი განსხვავებულები არიან ეს მოძრაობები თქვენ აბსოლუტურად განსხვავებულები არიან ხო თითქოს სახელწოდება მსგავსი ერთ მაგრამ რაც ერთგან არის ხო ცნობილი ამბავი ლიბერალი სხვაგან შეიძლება სოციალისტი იყო ვიღაცისთვის შეიძლება კონსერვატორი იყოს არ ვიცი ხო აი ხა ჩვენ შემთხვევაში კონსერვატივზე რა რაღაცა გამოცდილების დაცვაა ხო რაღაც წარსული გამოცდილების და თქვა ქართულ შემთხვევაში რა არის ეს წარსული გამოცდილება ხო კარგი კითხვა არის რა ესე იგი ჩვენ რეალობაში მართლა საინტერესო საუბრობ და მე საბჭოთა რუსეთმა აბსოლუტურად ქართული ტრადიციული ინსტიტუტები რაც არსებობდა პრაქტიკულად გაანადგურა პირველ რიგში ეს იყო თქვა სამეფო ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტები სასამართლო სისტემა რაღაცა სამართალი მაშინ ის აბსოლუტურად გაქრა მეორე ეკლესია გაქრა აბსოლუტურად მე ხო სახელმწიფო ხო ესე იგი ეკლესია და სახელმწიფო ხრება იქ სადაც ეს ხრება ყველაფერი ხრება იქ ესე იგი ისმით ეს პრაქტიკულად ერთ-ერთი იმიტომ იყო ცნობილი ილიას ამბავი რომ რა დაგვრჩა ძველი წარსულიდან ენამამულის მამული ენა უბრალოდ სარწმუნება ეს კი არ თქვა რომ მარტო ეს უნდა გავაკეთო ჩვენ მან თქვა ეს დაგვრჩა მხოლოდო დანარჩენი დავგარგეთო ანუ ეს ნიშნავს ამის მეშვეობით ჩვენ სხვაც უნდა გავაკეთოთ სახელმწიფო მთავარი და არა ეს რაღაც დღეს რო ხაატრიალებენ გაუგებრათ რა ამიტომ ესე იგი საბჭოთა პერიოდში მით უმეტეს საბჭოთა პერიოდში კვაზი საქართველოს დამოუკიდებლობა არის შენარჩუნებული თუმცა არაფერი კავშირი იმ მაშინდელ პოლიტიკურ სტრუქტურას არ აქვს ქართულ არაფერი საერთოდ არ აქვს ერთადერთი შეიძლება ვიღაცა მოიყვანოს ახლა მაგალითად რომ სტალინის ეპოქაში განსაკუთრებით როდესაც მან აკრძალა არ ვიცი აბორტი აკრძალა რაღაცა ეს გავსკესერთა დაჟადი იყო კანონით და რაღაც ეს შეიძლება მოიყვანოს ახლა ვიღაცა მაგალითად რომ აი ეს შეიძლება კონსერვატული იდეა იყოს და კი ბატონო შეიძლება სადღაც დავეთანხმოთ მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შეიძლება ამ დროს ეს საკითხი სხვანაირად იყო არ იყო სხვანაირად ეს მსგავსად იყო პრინციპი არც ჰიტლერულ გერმანიაში ყოფილა სხვაგვარად და არც ბრიტანეთში არ ყოფილა სხვაგვარად ეს ან ხო გავიტყვი რომ ეგ საბჭოთა სივრცეში იქნებოდა ეგ და არასაკეთო ხო იმიტომ რომ საწყის ეტაპზე ითვლება რომ 80 წელს თითქოს ეს უფრო რაღაცა ისე იყო თავისუფლად წარმოჩენა მე უფრო ჩაიკეტა თავისთავად მაგრამ ეს ჩაიკეტა არა იმის გამო რომ იდეურად გაიაზრეს ეს უბრალოდ ჩაიკეტა იმის გამო რომ ესე იგი საბჭოთა ოჯახი გამოცხადდა სამხედრო სტრატეგიის მობილიზაციის საფუძვლად, თუმცა სამხედრო ნახევრად სამხედრო სახელმწიფო იყო ეს რა. და ამიტომ ეს რაღაც ელემენტები თითქოს აიღო სტალინმა ძველი ამბებიდან. როგორც საკუთარი თავი წარმოსახვა, როგორც ის იყო თითქოს ახალი მეფე, ძველი რუსეთის ცარ-ბატიუშკა, როგორც რუსები თქვენ, ხო? ანუ ეს ამას დაუკავშირდა. ანუ მან რეალურად რუსული ტრადიციები შემოგთავაზა. მან რუსული ტრადიციები დააბრუნა საკავშირში რაღაცა ის ტრადიციები რომელიც და მაგას გვისაღებენ დღეს ქართულად ხო ეხლა ჩვენ ხო თუ მაგის დაცვას დავიწყებთ და ჩვენ მაგას დავარქებთ ქართულ იდეას მაშინ აღმოჩნდება საერთოდ აცდენელი ვარ ჩვენ რაღაც ჩვენ ისტორიულ გზას აი ჩვენი ტრაგედია იმაშია რომ ჩვენ დიდი ხნით რაზე ვთქვით რომ დიდი ხნიანი ისტორიული წყვეტა გვაქვს გესმენთ და ეს დიდი ხნიანი ისტორიული წყვეტა ყოველთვის რას ნიშნავს ეს ინსტიტუტების განადგურებას თუ მოიტანს მეხსიერებაც კვდება აი იგივე იმ კონსერვატორების მთავარი იდეა რა იყო რომ ესე იგი ტრადიციული ინსტიტუტების დანგრევა არ შეიძლება რევოლუციურად რადგან ის ინახავს წარსულ გამოცდილებას და იმ წარსულ გამოცდილებას მნიშვნელოვანია ამ ხალხის ხო ის არ არსებობს ის წარსული გამოცდილება მისი გათანადროება შეუძლებელი იყოს იმიტომ ის ახლა რაც მე ხა რაც არა მიყვარდა საქართველოს ახლა მე-18 საუკუნის ადამიანი ვერც ვიკვებები ვერც ჩავიცვამ ვერც ვიმეთქველებ ეს გამორიცხულია მაგრამ მე რაღაცას ავიღებ ისეც მაგრამ მოვარგებ თანამედროვეობას ისე რომ მე რაღაცა წარსულ ხო შეუძლებელია ვეფხისტყაოსანი დავივიწყოთ მაგრამ შეიქმნება ახალი ლიტერატურა ხო უნდა ხო ბუნებრივია და უკვე ვეფხისტყაოსას გარმარდება უნდა ახალი თაობის უნდა ენა იცვლება ხო ადრე არ უნდა მაგრამ ეხლა ჭირდება მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე რაღაც უნდა დაუპირისპირდე მაგრამ ანუ კონსერვატიული ტრადიციული კონსერვატორების შეხედულება ასეთია ეხლა ჩვენ თუ ვიღებთ რომ საბჭოთა პერიოდში მოყოლილი რაღაცა კონსერვატული ტრადიციების შენარჩუნებას ვიწყებთ რომ ბუდიშით გამოხსნა რომ ხალი კუხნაში ხალი ეს არის საბჭოთა ფენომენი არაფერი შეხება მას ქართულ ტრადიციასთან არ აქვს აბსოლუტურად ტყუილი ოჯახში გამოკეტილი ხალი ქართველი ხალი ისტორიაში არ ყოფილა იმ დროიდან სამყაროში როგორიც იყო სოციალური მოძრაობა იმის მიხედვით მოქმედებდა ქართული ხალი ქართული კაცი იმ საჭიროების მიხედვით და მე არ იყო რომ ვიღაცა თქვა რომ შეიგ დაჯიქი და მე არ დავждები ეს იგი ბუნებრივად ვითარდებოდა ეს საქართველოს ყველგან და ჩვენ აღმოაჩენთ მაგალითად აი იგივე ხა მე ნოჟორდანია გავიხსენე და ერთ საინტერესო რაღაცა მას მოგონებში რომ დედაზე აქ თქვა ჩიქოვანი ყოლა დედას ნოჟორდანიას
სამეგრელოდან და იქ წერს რომ თქვენ ნათესავები არიან როგორც ვიცი, იმიტომ რომ რაღაც მიმოწერები არსებობს. შეიძლება, არ არის გამორიცხული. ის ამბობს, ეჩე როცა მიდიოდა საკუთარ მამის სახლში, იძახოდა რომ სახლში მივდივარო. და უკითხე რომ სახლი არ არის მეუნა, ჩემი სახლი იქ არისო. და არა აქ. ესე იგი აქ ჩანს რომ ამ შემთხვევაში ხალი არ იყო ამ გაგებით იმდროინდელი თვალი შეზღუდული რომ მას ეთქვა რომ მე არ ვარ შენი საკუთრება კაცო ბოლონი მე სახლი მაქვს მშობლები მყავს გვარი მაქვს რაღაც ოჯახი მაქვს და ეს თანაარსებობა არსებობს და მე ეს ქრება თითქოს კი რჩება რაღაცა ფორმით მაგრამ იმდენად კვაზი ფორმით რჩება რომ მე ვიღებთ გავრცელებულ ოჯახურ ასე თქვა ძალადობებს. კი, ცხადი. მინიმუმ მაშინ რომ არსებობდა იმისი მაგალითი რომ ხმის მიცემა ესე ადრე იყო ქალების ქართული ქალებისთვის და მათ შორის არავის გამოუთქოს მაგაზე. სიაში იყვნენ და შემდეგ აი ეს ენდროს მაგაზე ხო არავის გამოუთქოს პრეტენზია. ცხადია, ხო. ხო, აი კი შეიძლება ვიღაცა გულში სადღაც თქვა არ გამორიცხავ ხა მაგას, მაგრამ საჯარო მაგას ვერ გაიქცევა. არა, ეს ჩვეულებრივ მაგრამ საჯარო დისკურსში ამის თქმა იყო სირცხვილი. რომ იმას ეთქვა რომ ხა შენ როგორ თურმე თქვა ხა მაგალითად და ცნობილი ისტორია როგორ დაიწყეს დემაიშხენობა სიმღერა იმას რა ქვია სცენაზე რომ შალოდადიანმა ისინი ოჯახში მღეროდნენ ხა ყველგან და შალოდადიანმა მოკიდა ხელი ორივე ამ დებს და დააყენა ძალით სცენაზე. ამღერა, მორჩა დამთავრდა რომ მორჩა ესე ხალხს თურმე შეიძლება საჯარო სიმღერა არაფერი გაგზავნა ჩვეულებრივ. ამიტომ ჩვენ ვითარებაში ალბათ აი ეს არის ხა მნიშვნელოვანი რომ სოციალური სტრუქტურა იცვლება, რაღაცეები იცვლება და აი ეს თქვა კონსერვატიზმის დაკავშირება რუსეთთან ალბათ ახლა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მოდი სიმართლე თქვა ეს 30 წლიანი პერიოდი ჩვენ რაც გავიარეთ, ახლა ეს ხო არ იყო ესე თქვა მხოლოდ რეფორმებით გატარებული პერიოდი, ეს ძალიან ძიმე პერიოდია, გრევის და გადატრიალების მკვლელობის, გაძარცვის რაღაცას პერიოდი და აი ეგრეთ წოდებულ დემოკრატიაზე გარდაქმნის შედეგად საკმაოდ ბევრი ნაწილი წარმოშვა როგორც ჩანს საზოგადოებაში რომელსაც ვერ მოიგო ამ ასე ვთქვათ ამ გარდაქმნით. ვერი ხეირი ვერ ნახა, ვერც ინტელექტუალურად, ვერც მორალურად პირველ რიგში ხშირად ეს ბევრს მატერიალურ გაჩანაგებადაც დაუჯდა ნებისმიერ პერიოდში ჩვენ რომ ავიყოთ ამ დროისათვის. ამიტომ უკვე აი ამ დროს ასეთი მოსახლეობა საკმაოდ დიდი სამიზნე ჩნდება ბოროტისათვის, როგორც იყო ბოროტი გამზრახველისათვის, რომ აი ნელა როგორ შეაპაროს მას, რომ რა არის რეალურად მისი ამ წარმომადგენლობის მიზეზი რომ დააბრალოს ისეთ გამოგონილ ამბებს, რომელთაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ნელა ადამიანს შეიძლება თავიდან ამას არ იჯერებს, მაგრამ თუ ეს ილექება ნელა და თუ ეს ესე იგი გეგმაზომიერ პროპაგანდისტული გზით მიეწოდება ადამიანს ოდესღაც ის დაიჯერეს გერმანიაში ფაშიზმი ასე აღურძინდა. კი მაგრამ და უფრო ცოტა დრო დაჭირდა. რასაკვირველია თორე ხე წარმოვიდგინეთ გერმანია რომელიც ახლა ინტელექტის ქვეყანა და რაღაცა იყო საფუძველია ხო თანამედროვე ევროპის ცივილიზაციის ერთ-ერთი უცებ აღმოაჩინა რომ ეს იტალიაში აღმოაჩინა ფაშიზმი და სადღაც კიდე. ხო ეს დეზინფორმაცია სერიოზული პრობლემა არის მაგაზეც ვისაუბროთ. ესაც ერთვის ხო აი მას ეკონომიკურ გაჭირვებას კიდე რაღაცას და უცებ ეს კი შედეგს გვაძლევს. საბოლოო ჯამში ის რა გზასაც ახლა გავდივარ წეგან ახსენე რომ რუსეთმა ძალიან ბევრგან ჩადო ეს ნაღბები ეგრეთ წოდებული მე დავარქმევ ნაღბს ახლა რომ ანუ ბევრგან გავრცელდა ეგ რომ თითქოს თვითონ იქნებოდა მხსნელი იმისგან რასაც ლიბერალი დემოკრატია ავრცელებს სოფლიოში მათ შორის ჩვენთანაც პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც კი სულ ამ გზას გავდივართ რუსეთთან იმიტომ რომ მე დავუშვათ შევარდნაძემ როცა აირჩია უკვე ღია დასალური კურსი და ევროსაბჭოს წევრები გავხდით და შემდეგ მაშინაც მუდმივად ამ ბრძოლაში ვიყავით რუსეთთან და ის მუდმივად დებდა ამ ნაღმებს ხო საზოგადოებაში და დღეს მოვედით აქამდე როგორ ფიქრობ და დღეს არ მხოლოდ დისტანცირდებით თუ დასავლეთისგან რომელიც ფაქტობრივად იზოლაციაში ვექცევით ფაქტობრივად ისეთი ნაბიჯები გადაიდგა არამედ ღიად ემსახურებიან უკვე რუსულ ინტერესებს ხო როგორ ფიქრობ ეს პერიოდი ახლა რაც დაგვიდგა არის თუ არა გარდამტეხი ამ ქვეყნისთვის და მე ვფიქრობ რომ არის ეს ესე იგი ამის უკან დგას არაუბრალოდ ახლა ის გასაგებია რომ პირდაპირ ასე ვთქვათ რომ ის რაც ხდება ჩვენთან ვიყოთ გულწრფელი პრინციპში ეს არის გამოძახილი ის რაც სოფლიოში ხდება კი ამან პირდაპირ ასახვა პოვა ჩვენზე ახლა რაც გულისხმობ რომ განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ ნუ და ესე იგი ნუ დასავლეთი დასუსტ არ აგვაგებით რომ ახლა რაღაცა რუსეთმა აჯობა და არა ესე იგი მის ეს უნივერსალისტური პოლიტიკა რაც ვარადაწევ ცოტა შეფერხდა სადღაც და რა თქმა უნდა მან გარკვეულ ქვეყნებზე გარკვეულ გავლენა დაკარგა. ამით რასაკვირველია რუსეთმა მაშინ ისარგებლა და დაიწყო საკუთარი ეს ვთქვათ ამბების ისარდა. ამ ჩვენ აღმოჩნდით ანუ იყო რაღაცა რაც ჩვენი არჩევანი არ იყო. რომ ჩვენ აღმოჩნდით ავითარებაში რომ ამან მე შემდგომში გააქტიურა ის სეგმენტი საზოგადოებაში რომელიც მანამდე მიძინებული იყო და ეს არ იყო ესე იგი აქტიური. ამიტომ ესე იგი ეს არის ფაქტობრივად კი ვიტყოდი რომ საზოგადოების გადააზრების პროცესია.
რომ ბოლო-ბოლო ადამიანებს ესე ახალი იდენტობის დადგენის პროცესია, რომ რასთან ვაიდენტიფიცირებთ ბოლო-ბოლო საკუთარ თავს. როდესაც ესეთი უმრავლესობა ამბობს, რომ კავშირში გვინდა, მაგრამ ამ დროს მოცემულობას ხედავთ, რომ კი, ბევრი ხალხი გამოდის, მაგრამ ასევე ბევრი ხალხი დგას მაინც. კი, როგორ იცით, აი ერთი რომ ჩვენთან კი არის ახლა ეს რაღაც პროდასალური პოპულარული აზრი და ახალგაზრდობაში და ძველგაზრდაში და ნუ სულ იყო ახლა ამის ეს საბჭოთა პერიოდში შეიძლება რომ გეკითხათ ვიღაცისთვის ის გეტყოდათ რომ მეკით მირჩევნია, მაგრამ ჩვენი ამ დიდი წვეთის გამო ჩვენ დიდი ხანია უკვე დასავლეთ და პირდაპირ შეხება აღარა გვაქვს. და ესე იგი რაღაც საკითხები ჩვენ რატომღაც ესე წარმოვიდგინეთ რომ ესე იგი ვიღაცა ციური მანანასავით უნდა განმოგვაყაროს და ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ვიღაცა ყველაფერს დაალაგეს, მოაწესრიგებს, ჩვენ რომ ეს უნდა მივიღოთ და მივირთვათ რაღაცნაირად რა. და ეს აღმოჩნდა რომ დასავლეთ პროგრამაში რა არის რომ შენ უნდა გააკეთო შენი გასაკეთებელი. მთელი შინაარსი დასავლეთში რა არის რომ შენ უნდა იყოს თვითკრიტიკული და შენი გასაკეთებელი შენ უნდა გააკეთო, მე გვერდით დაგიდგე, მაგრამ შენს გასაკეთებელს მე ვერ გავაკეთებ. ხო, დღეს ეგ მოცემულობა გვაქვს. ეს მოცემულობაა, მოდმე ადგეს და ეს ცოტა როგორ ჩანს რთული აღმოჩნდა პოსტიმპერიული აზროვნებისაც, პოსტკოლონიური აზროვნებისაც, და კოლონიალიზმი რა არის მთელი მის შინაარსი. კოლონიალიზმში აუცილებელი არ არის რომ სიღატაკე იყოს ქვეყანაში. ეხლა საბჭოთა პერიოდში 70-იან 80 წლებში საქართველოში სიღატაკე არ იყო. სიმართლე ვთქვათ, ეს სიღატაკე არ იყო, რომ ყოველდღიურობაში რაღაც ლუკამპური უჭირდა ადამიანს, შეიძლება ფუფუნებაში არ ცხოვრობდა, მაგრამ ნუ ესე მინიმუმ ხო, საჭირის ფული და რაღაც საცხოვრებელი ბევრი თუ ცოტა თუ არსებობდა რაღაც სტანდარტი იყო. და უცებ მას უთხრეს, რომ ეს ყველაფერი და ეს სახელმწიფო დოტაციით მიეწოდებოდა. კი რა თქმა უნდა, მისი დიდი შრომის ფასად. და ძალიან ბევრი შრომობდა მაშინ და დაშრომებდა ბევრს, მაგრამ ნუ ყოველთვის ეუბნებოდნენ ამას, რომ ჩვენ ამას სახელმწიფო გჩუქნით. და დაჩქარე არაფერი არ არსებობს დედამიწაზე, მაგრამ ნუ ასე ეუბნებოდნენ და უცებ აღმოჩნდა რომ უთხრეს, რომ იცით რა, თქვენ ეს უნდა გამოიმუშაოთ თქვენ თვითონ. ვერ გაჩუქებ მე, იმიტომ რომ შენია და ასე ადამიანმა მაინც დაიწყო ფიქრი, რომ დაიწყო მუშაობა, მაგრამ მაინც სადღაც ელოდება რომ სახელმწიფო ხელი უნდა წაუგრას, როგორც იტყვიან და რაღაცა უნდა მისცეს წინაზე გარანტირებული. მაგრამ ზუსტად თვითონ გაიაზროს ბოლომდე და დაალაგოს. უჭირთ თან ამას ეჩეხება რა პერიოდში, ჩვენ თვითონ სახელმწიფო ხდება მტაცებელი. ესე იგი ჩვენ და სახელმწიფო ხდება ხშირად მტაცებელი კორუფციით რაღაცა და ეს რო ეჩეხება ერთმანეთს ადამიანს უკვე ეცვლება შემოძლება რაღაცები და ამას რო ხედავთ რა ყოფილა დასავლეთი. მე რა მეგონა და თურმე რა ყოფილა. ამ დროს ბევრი რამ რაც ხდება შენი შიდა პრობლემების გამოა, იმ დაგროვებული ძველი მემკვიდრეობის გამოა. მაგრამ ეხლა ამას შენს გარდა ხო ვერავინ უშველის. ეს შენი საშველია. აი მივედით როგორ ჩანს იმ არ დამტეხებ გასულ ბოლო-ბოლო ჩვენ უნდა გავარკვიოთ რომ ჩვენ თუ რა გვინდა. ის მე შეგვიძლია თუ არა რომ ვიყოთ ეს ხალხი. მე კი ბატონო ეს რომ ზოგადად ჩვენ გვინდა დასავლეთი ეს გასაგებია, მაგრამ ეხლა ალბათ დავფიქროთ როგორ გვინდა, როგორ უნდა გავაკეთოთ, რას უნდა დავეყნოთ, სად არის ჩვენი წვლილი ამ ყველაფერში. ესე როგორ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი ის, რა ჩვენ თქვა დასავლეთზე ვიღებთ, სად არის ჩვენი რესურსი იმისას, რომ ამის ორგანიზება მოვახდინოთ, როგორც სახელმწიფო. და მთავარი ის არის, რომ გამოვიდეთ ჩვენი შეხედულებიდან და ეხლა არის ზუსტად ეს პროცესი, რომ ნახეთ, რომ ესე იგი თანამედროვე საყვარელი მაინც ეროვნული სახელმწიფოების ეპოქაა. ანუ ერის და ნაციონალიზმის იდეა არსად არ გამქრალა. ხა ბევრს ეგონა გააქრა არა. სანამ არსებობს ეროვნული სახელმწიფო, ეს იდეაც იარსებობს, რომ ეს ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ესე რას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ ახლა, რომ ერადყოფნა რას ნიშნავს? და თუ ჩვენ ვიაზრებთ დასავლურ კონტექსტში, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ერადყოფნა პირველ რიგში ნიშნავს ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ჩვენს რაღაცა პატივისცემას კანონისადმი, არა მხოლოდ წარსული ტრადიციებისადმი, არამედ არსებული კანონისადმი, რაღაცა ადამიანის აღიარებას, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტად, თუ ყველა ადამიანი ღირსების მატარებელი იმის მიუხედავად მე მომწონს თუ არ მომწონს, თუ როგორია, მე მისი განადგურების უფლება არ მაქვს, ეს არავის არ მოუწია. სხვათა შორის ეს ძველი ქრისტიანული ფორმულაა, ჩვენთან ეს ავიწყდებათ, რომ არავის არ მოუწია შენთვის მეორე ადამიანის განადგურების უფლება. ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, როგორც არ უნდა მოსწონს. ამიტომ არსებობს სახელმწიფო როგორც რაღაცა საზოგადოებრივი თანხმობის პროდუქტი, რომ კანონის მიხედვით რაღაცნაირად მეტნაკლებად ცივილიზებულ ფორმაში ჩავსვათ ვიღაცის გასამართლება. როცა რა ვიცი ხარ მოგწონდეს, მაგრამ ნუ ასე ცხოვრობს კაცობრიობა რა, მაინც რაღაცა ცივილიზებულად რომ ლინჩის წესით ვერ ლინჩის წესით ვერ იყოს, ხო, რაღაცა გავიაზროთ, რომ დანაშაულს უკვე მხოლოდ მისი პირადი არჩევანი არ იყო, იქ ასევე რაღაცა სოციალურ მიზეზებს კიდე სხვადასხვა ის მივხვდეთ, რომ ეს დანაშაული საბოლოო ჯამში როგორ მიუდგეთ, რომ ნაკლები დანაშაული ქონდეს ამალოთ რა. და არის მეორე შეხედულება, რომ ჩვენ ვამბობთ კი ბატონო ქართველები ვართ, ვამაყობთ ქართველებით და მაგრამ რას გულისხმობთ ამაში? ისე გულისხმობთ და საბჭოთა პერიოდში გავრცელებულს სუფრას, სიმღერას, ცეკვას, ფოლკლორულ რაღაცა ნიშნათვისებებს, რომელიც კი ბატონო წარმოადგენს რაღაც ერის ერთ-ერთ რაღაცა მაპროფილირებელ ეთნოგრაფიული სახეა, მაგრამ ეს არ არის მთავარი მისთვის, როგორც ერად არსებობის, როგორც ხალხად არსებობის წარმოება, როგორც ერად არსებობის და ერად არსებობის თავი პირობა არის პოლიტიკური სუვერენიტეტის განცდა. სუვერენიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაზე ჩუბობს სოფლიოში.
რომ მე ვარ მარტო და სხვა არავინ არ არის. არა, სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ შენ ისე არჩევ პარტნიორებს და ისე არჩევ სამყაროს, რომელიც შენ ნაკლებად გენტერება, რომელიც შენს პოლიტიკურ ერთეულად ყოფნას ხელს არ უშლის. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება გადაეჯაჭო რაღაც სხვა სახელმწიფოს ინტერესებს, ასეთ სახელმწიფო არასდროს, რომელიც სრულად დამოუკიდებელია მეორესგან, აი ამერიკის შეერთებული შტატებიც კი, რომ გასაგებია, რომ ლიდერი ქვეყანა მსოფლიოში, მოდით ნახოთ, რამდენი რამით არის სხვა ქვეყანას დამოუკიდებული. და ხა ჩვენ მომლოცած ესე იგი, გასაგებია ჩვენი რესურსები, რასაკურველია ჩვენ რაღაცა დოზით, ვიღაცაზე რაღაცით დამოუკიდებული ვიქნებით. მაგრამ მაგის ილუზია არ უნდა ქონდეს ადამიანს. ეს არ არის რაღაცა ჩვენ გამოქვაბულში შევახდე, არავინ მოგვეკარებე, კი ბატონო, მაშინ ამოშთებით გამოქვაბულში. მათ შორის ნეიტრალიტეტზე როცა საუბრობენ, ეგ არის ხაზგასმული. ნეიტრალიტეტი ყველაზე რთულად განსახორციელებელია. ჩვენ აი მაგალითად ფინეთი ხო ნეიტრალური სახელმწიფო იყო აქამდე სამხედრო თვალსაზრისით. ახლა ნატოში მიერთდა ჩვენ. ფინეთს შეუძლია თუ ზუსტად მახსოვს მონაცემები 250 თუ ნახევარ მილიონი კარგად შეერაღებულ ადამიანის გამოყვანა საბრძოლო მოქმედების დროს. იმიტომ რომ მან ისე გააკეთა, მან იცის რომ ეს ძვირიჯდება ნეიტრალიტეტი და ის მუდმივ სამხედრო წვრთნას ატარებს მის მოხალისეობას. რომ ომის შემთხვევაში მისი დახმარე არ არის. თვითონ განსაკუთრებით ჩვენაი გეოგრაფიულ არეალში როცა როგორ შეიძლება მაგაზე არა, ეს ხა ერთი ნეიტრალიტეტი როგორც არის 10%-იან ნორმაში არ არსებობს. ეს პირობითი ცნება ხა იქ რაღაცა შვეიცარიის მოდელი და ავსტრიის მოდელი და ის არ არის კარგი მაგალითად ისინი ერთ სოციოკულტურულ გარემოში ცხოვრობენ და მათ კულტურას და მათ არავინ არ ემუქრება განადგურებით. იქ სხვა რაღაცაა საერთოდ. ამიტომ ესე იგი ჩვენ ვიაზრებთ ახლა რომ ვინ ვარ ჩვენ როგორც ძერი, როგორც სახელმწიფო ერთეული, რომელსაც შეუძლია რაღაცა მართლა სახალხო სუვერენიტეტის იდეაზე რაღაცა სახელმწიფო შექმნა, სადაც სახელმწიფო ადამიანს არ ჩაგრავს. მოყოლშოს მეტნაკლებად არ ჩაგრავს, ან მეორე, რომელიც ვარ ორიენტირებული მუდმივად რაღაცა მხოლოდ ცეკვა თამაშის განვითარებას და პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ სხვას გადავცემთ ამ ყველაფრის აღსრულებას. ძველ ბატონს მათ შორის, რომელიც ნაცნობია ჩვენთვის. და ვიტყვით, რომ კი ბატონო, იმ დროს შეიძლება არ ვიყავით ძალიან დიდ რე, მაგრამ მომი არ იყო, გეტყვი ან. ცეკვა თამაში და ფოლკლორში არც დაღესტანი და ჩეჩნეთი ჩამოხრჩება ჩვენ თუ მაგალითად გადაშარები გვაქვს, ძალიან არა, მე კი არ ვაკნინებ იდეალური მე ფოლკლორზეც ვგიჟდები, ქორეოგრაფიას საოცარი გვაქვს, მაგრამ მაგ კუთხით თუ შეხედავ, არც ჩეჩნეთი არის ნაკლები და არც დაღესტანი, ჩვენიერი ფოლკლორი აქვს და ჩვენიერი ქორეოგრაფია. მაგრამ არიან რუსეთის ნაწილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაშინ გადარჩება თუ დამოუკიდებელ სახელმწიფო გაქვს, როცა ვიძახეთ რომ ენას მოუფრთხილოთ, ეხლა ენა როგორ უნდა მოუფრთხილოთ თუ დამოუკიდებელ სახელმწიფო არ გაქვს. კი ბატონო. მეცხრამეტე საუკუნეში ქართლენა გაქრობის პირას იყო. ეს რომ არა ის 60-იანელი და ეს ხალხი ჩვენ ახლა რუსულად მეტყველი ხალხი ვიქნებოდით. ჩვენ ახლა გონიათ რომ ძალიან ესე მოგვეცა რა, ისე თქვა მარტივად განმოგვეცა. ეს იყო დიდი ბრძოლის შედეგი. რომ ენა როგორც მხოლოდ ოჯახში საკომუნიკაციო იყო, როგორც სამწერლობო კულტურის წარმოების პროდუქტი არ გამხრალიყო საქართველოსთან და ის დარჩენილი იყო და ამიტომ ესე ჩვენ თუ ხა ამას შევეგუებით რომ ჩვენ პოლიტიკურ ესე ჩვენი სიამაყე თუ იდენტობა თუ ასე შემდეგ არ არის დაკავშირებული ჩვენ სამოქალაქოდ გააზრებულ სახელმწიფოსთან ჩვენ ყველაფერს ამას დავკარგავთ. დავკარგავთ ძალიან ნდოთა განმავლობაში შეიძლება ერთ კვირაში არ დავკარგოთ, მაგრამ წლების განმავლობაში ეს დაიკარგება და ამიტომ ხო როგორც აი ხავართ ახლა ჩვენ მისულები რომ ბოლო-ბოლო ჩვენ ვიაზრებთ სახელმწიფოდ საკუთარ თავს. ამიტომ არის შეიძლება საზოგადოებაში ჯგუფებს შორის ეს დაპირისპირება გაჩნდეს. ამ დროს არ მინდა მე ვთქვა რომ რომელიმე აქედან ცუდია საზოგადოების ჯგუფი ან ბოროტია და ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე უნდა არა, არავის არ უნდა ალბათ. არა, უბრალოდ ისარგებლებს ჩრდილოეთი ამერიკა. ხო, ჩვენ უნდა მივხვდეთ ამას რომ ჩვენი დაპირისპირების მიუხედავად ისე არ გავაკეთოთ და სხვა მისარგებლოს. კი, და აუცილებლად ისარგებლებს. რასაკვირველია მაგას უწდეს ეს პირველ რიგში და ამას ხელსაც უწყობს პირიქით და ამოვიტყოთ. კი ბატონო, 2000-იანი წლებიდან ხარ, მე მგონი უნივერსიტეტში ხო თუ არ ვწდები და იცი, აი ეგ მინდა განსხვავება დავინახოთ მათ შორის ახალგაზრდების დინამიკაში, რამდენად არიან დაინტერესებული, ან მე ვამჩნევ რომ გაიზარდა პოლიტიკით, ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობა და დაინტერესება და ეს დინამიკა როგორ შეიცვალა ჩვენი ხედვით, აი დავუშვათ 2000-იანი წლებიდან და შემდეგ, ნუ იდეაში მაშინაც ალბათ რევოლუციის პერიოდში რაღაც მომენტში იყო გააქტიურებული ხალხი, ხო, მაგრამ მე უფრო მეტად პასიურ რეჟიმში გადავიდნენ და დღეს ვფიქრობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს ახალგაზრდებს ამ პროტესტში. როგორ ფიქრობ, წამყვანი როლი აქვს და საერთოდ იმის პროტესტში ახალგაზრდებს აქვს წამყვანი როლი ხა სიტყვაზე მე შეიძლება რა დიდი ასაკისა, მაგრამ აღარც ის მასაკის რო ჩემი არი ხალხი ახდებდეს რაღაცას ქვეყანაში ხა ეს ჩორობ რაბავიას. ასეც უნდა იყოს ეს, იმიტომ რომ ვიღაცა უფრო განაწილებაში რომ ესაზღვრებს. ძალიან შეცვლილია მე ვიტყოდი. მარტივად რომ ავხსნათ, მაგალითად ჩემს თაობაში თქვა როცა ვიყავ 20 წლის ან 18 წლის ან 21 წლის ახალგაზრდების შორის, მათ შორის მაგალითად არ ვიცი ხა შეყვარებული წყვილს შორის პოლიტიკაზე საუბარი, ესე იგი დისკუსია სიცრუულად ითვლებოდა. ეს არ იყო მიღებული თქო რა. წარმოუდგენელი იყო კაცო. ეხლა ეს ჩოლება მოვია რომ ახალგაზრდები უჩხუბრად რაღაცა და იარაღის და დანისგარეში მათ შეუძლიათ რაღაცა დისკუსიის გამართვა
და რაღაც აზრის გამოდან ამ დისკუსიიდან ისე რომ ერთმანეთს არ დააზიანონ ფიზიკურად. და ამავე დროს გააქტიურებულა ქალის როლიც ამ შემთხვევაში. ქალის მანამდეც იყო ჩვენთან ეს რაღაცა ფორმით, მაგრამ მაინც ცოტა სხვა ფორმა იყო. და ეხლა უკვე ქალიც უკვე როგორც მოქალაქე ნელა მისი ხდება ქალის როგორც მოქალაქე ტრანსფორმაცია. მანამდე ქალი სამშობლო სისტემისგან მოქალაქის ტრანსფორმაცია ამოვარდნილია სადღაც. ის მხოლოდ საბუთა ბიოლოგიური სქესში ჩაკეტეს. და ეხლა ხდება მისი მოქალაქეს წარმოჩენა. ამიტომ ეს აფართოებს ასაკურირე სამოქალაქო გააზრების პროცედურ მაჩვენებელს ქვეყანაში. ამიტომ არის უფრო მეტი ახალგაზრდა ახლა ქუჩაში ვიდრე ოდესმე იყო, იმიტომ რომ ეს ხო გენერალურადაც გაიზარდა ეს პროცესია, ამას ვერავინ არ შეაჩერებს, ეს გამორიცხული ახლა რო შეაჩეროს გესმენდა. ამიტომ ესე იგი განათლების სისტემა მივიტყოდ იმის მიუხედავად რომ ბევრი ნაკლოვანება აქვს ჩვენ განათლების სისტემას 2000 წლებიდან მერეც ახლაც მაინც რაღაცა ცვლილება მასში განაპირობა დიდწილად ხელი შეუწყო ახალგაზრდების მეტი სამოქალაქო ცნობიერების გაჩენას. მათ შორის თუნდაც სკოლაში სამოქალაქო განათლების ელემენტების შეტანას არ ვიცი რა რამდენად ყველა სკოლაში ეს კარგად ისწავლება, თუდად ისწავლება ხარისხი როგორია, მაგრამ აი ეს რაღაცა უკვე საუბარი მასე რომ მე როგორც მოქალაქის რაღაცა ვალდებულება მაქვს, რაღაცა უფლება მაქვს, რაღაცა უნდა ვიაქტიურო სოციალურად ეს ნორმა გახდა ახალგაზრდისათვის. შრომა გახდა ნორმა ახალგაზრდისათვის. იცით, ჩემს თაობაში, ჩემს უფროს თაობაში ის რომ 20 წლის ადამიანი არ შრომობდა 25 ჩვეულებრივ ამბავი იყო. მშობლები ინახავდნენ ყოველს. ინახავდნენ და თქმა უნდა ეუბნებოდა როდის უნდა იმუშაოდა, სულ პასუხი იყო რაღაცა უცდიდა თითქოს. უცდიდა, და სამცხე სისტემის გამო იყო. რატომ? იმიტომ რომ კოტირებული იყო სამცხე სისტემაში, სამუშაო ადგილის ეს არჩევა ეს მარტივი არ იყო. და რომ დაამთავრებდი მე გამოგიყოფდნენ სადღაც ხო მე ვიღაცა ეს არ მოსწონდა უცდიდა სხვა მოიხმარებოდა, ნუ ასე იყო ეს ამბობდა. ახლა ეს აღარ არის უკვე გესმენთ, ახლა ახალგაზრდა რომ მაგალითად სტუდენტი რესტორანში ბინტანად მუშაობს გოგო მათ შორის ახლა ვინმე მას გააქილიკეს მის ტოლებში და მის არა სიცხვილია ეს. კი, პირიქით. ადრე არ იყო ეს ასე. ადრე პირიქით იყო ძალიან გესმენთ, სულ სხვა ის იყო რაღაც ქედმაღლური დამოკიდებულება, რომ მე ამას არ გავაკეთებ, მე იმას არ გავაკეთებ და ასე. ეს იცვლება. ანუ ესე იგი თანასწორ მოქალაქედ გააზრების პროცესში ახალგაზრდებში ეს უფრო წინ არის გაცილებით წასეული, ვიდრე შეიძლება ჩემ თაობაში, ჩემს უფროს თაობაში ყოფილიყო. აქ იმაზე არა ლაპარაკი, ვინ როგორი ადამიანია. ადამიანი მაშინაც უნდა კარგი და ცუდები და ახლაც არის კარგი და ცუდები. ახლა ლაპარაკი არა მე როგორც მოქალაქე როგორ ვიქცევი საზოგადოებრივ პროცესთან მიმართებაში. ამიტომ ამ ახალგაზრდებმა რა იგრძნეს, იცით, რომ იგრძნეს რომ ის სამყარო თუ მოხდა ჩვენთან რუსული სამყაროს ჩანაცვლება დასავლურ სამყაროთი, იმის მიუხედავად რომ ჩვენ შეიძლება დასავლურ სამყაროსადმი როგორც თვითონ დასავლური კრიტიკული ვიყოთ ბევრი თვალსაზრისით და რა ვიცი, იმდენად ვაკრიტიკოთ, ვერ გეტყვით, მათთან ერთად მათ შორის. მაგრამ როგორც კი სასწორზე დგება რომ მე სადღაც ის ხდება რომ ის სამყარო მისთვის ის ყოფილი რუსული სამყარო უცხო აბსოლუტურად. კულტურულადაც ყველანაირი გაგებით უცხოა, ქცევით, რა ვიცი, ენობრივად, კულტურულად, ქცევით მოდელის პოლიტიკურად ის მას არ აღიქვამს მის საკუთარ ესე ვთქვათ სამყაროს, სადაც აი სწორედ იმ სამოქალაქო როგორ ვთქვათ ცხოვრების ელემენტებს განევითარებს, როგორც ის ახლა ცხოვრობს, იმის მიუხედავად რომ ნაკლა ის ქვეყანა არ არის შეიძლება დემოკრატიის როგორ ვთქვათ ახლა კლასის რაღაცა მისაბაძი მოდელი საქართველოს, მაგრამ არ იყო აქამდე, მაგრამ ყოველთვის აქამდე მაინც მეტნაკლებად სიტყვის თავისუფლება ჩვენთან არსებობდა მაინც და ადამიანები ჩვენ ამას ვახერხებდით საკუთარი თავის გამოხატვას საჯაროდ. ეს იყო ასე, ხო? ამიტომ ეს შეცვლილია. ამის უკან დაბრუნება მე არ ვიცი როგორ უნდა მოხდეს. თუ ეს მოხდება ძალადობრივად, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ეს ახალი თაობა აბსოლუტურად გენოციდის ქვეშ მოყვება. ხო, იმიტომ რომ არ შეეგუებია. არა, ვერ შეეგუება, იმიტომ ბუნებრივად ვერ ეგუება, გესმით? აი, როცა ლაპარაკობენ ხო გახსოვთ აი ბალტიის ქვეყნებს, რა ისინი გავიდნენ ესე უფრო ის სხვაგვარი იყო მათი წარმოდგენა საბჭოთა კავშირზე ვიდრე ქართველების, ეგ რა, აი, რაში იყო აქ საქმე, რომ 1918-დან 1940 წლამდე ერთი თაობა მათ დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები, იმ ქვეყნის მოქალაქეები გაზარდეს. და მათ იმიტომ იცოდნენ ის დამოუკიდებლობა, ჩვენ ვერ გავზარდეთ, ხო 18-20 წლებში არ დაგვაცადა არა, ჩვენ რომისული ყავთ 40 წლამდე, ანალოგიურ სიტუაციაში შეიძლება უფრო მეტი გამოკვეთილი ყოფილიყო საქართველოში. ეს რაღაცა და დამოუკიდებლობის კეცრა. ხო, ხასიათიდან გამომდინარეს მათ შორის. თქმა უნდა, ხა 70 წელი ვიყავით და მაინც აქტიურები ვიყავით, ხა წარმოიდგინეთ ეს რო ყოფილიყო, ერთ თაობა გაზრდილი საერთოდ რა იქნებოდა. ამიტომ ეხლა აი ამ პერიოდში სწორედ ეს თაობა გაიზარდა. პირველად საქართველოს ისტორიაში ბოლო არ ვიცი 700 წლის მანძილზე, 800 წლის მანძილზე, რამდენი საუკუნის მანძილზე დაბადებით რო დაიბადა ადამიანი საქართველოს არავის მიერ არ იყო დაპყრობილი და ჯერჯერობით ეს აჯერებდა არავის დაპყრობილი არ არის. ხო. ისე ჩამოყალიბდა და ამიტომ ეს ეხლა უჩენს ადამიანს სუვერენიტეტის განცდის უნარს აქვს მას. სუვერენიტეტი კიდევ როგორც ვთქვი ის არ არის რომ მე რაღაცა გამოფაბულს ჩავიკიდო და თქვა რომ არავინ არ მინდა და მარტო მე ვიქნები.
აქ ლაპარაკია მე ესე იგი მოძრაობ ჩემი ქვეყნის ინტერესების მიხედვით ვარჩევ მეტნაკლებად და ვინ არის რომელი პარტნიორი იქნება ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგო რომელი ვერ იქნება ამის მიხედვით ოპერირებ არა აი ეს არის ეროვნული ინტერესი ხო ამიტომ კიდევ ერთხელ ამ თაობის რაღაცა უკან შებრუნება ეს მე გამორიცხულად ვიმაჩნია რა თქმა უნდა ჩახშობა რაღაცის შესაძლებელია კი ახლა ჩვენ თუ გადავხედავთ ახლა ავტორიტარიზმის ისტორიას ნახავთ რომ კი რასაკვირველი რაღაცა შესაძლებელია მაგრამ ეს ხდება ძალიან დიდი კონფლიქტის ხარჯზე, დიდი დაპირისპირების ხარჯზე, დიდი მსხვერპლის ხარჯზე გესმენ და რამაც ახლა მე არ მგონია საქართველოს ვინმე იყოს ამისთვის მზად რომ ასეთი მსხვერპლი გაიღოს ქვეყნის. უბრალოდ ასეთ რა ცოდვის კალო დაატრიალო საქართველოს მე ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იქ ყველა მოყვება უკვე. იქ ახლობელი შორბის გარჩევა აღარ იქნება და მე გვიანი იქნება. მაგ ეტაპზე გვიანი იქნება ნამდვილად. მე უკვე გვიანი იქნება და ამიტომ როცა ჩვენ ლაპარაკობთ რომ ჩვენ ვიბაზრებთ ეროვნული ინტერესების მიხედვით, ამას გულისხმობთ თორე ხა ის რომ განსხვავება იქნება ადამიანებს შორის და შეხედულებებს შორის და იდეოლოგიებს შორის, ნუ ხა ეგ 2-4-4-ია. რომ იმის გაცნობიერება რომ ჩვენ არ ვაკეთებთ ისე, თუნდაც რუსეთმაც რომ დაგვიპყროს რუსეთის დაპყრობის პირობებშიც კი ჩვენ ერთმანეთთან დაპირისპირებული არ ვიქნებით. რომ ჩვენთან უფრო სწრაფად გავითავისწრებთ ახალ დაპყრობას თუ ასე ღმერთმა დაიფაროს და აღმოჩნდა. ხო, ნუ მაგამდე აი არა, ნუ ეს იპოთეტურად რომ დაუშვათ. იქაც კი ისე უნდა აღმოჩნდეთ რომ ჩვენ იქ ზებედად არ უნდა შეგვიყვეს. ხო, იმიტომ რომ ეს დაპირისპირება პირველ რიგში რუსეთსაც აქვს. მაგას აკეთეს პირდაპირ. ამ თემაზე მოკლედ რომ გავაგრძელოთ ისიც რომ რა ფაქტ რა როლი შეიძლება ითამაშოს ამ საგარეო ფაქტორებმა, მათ შორის ვიცით რომ ეხა ახალი ხელისუფლება ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ხშირად არის საუბარი იმაზე რომ შეიძლება იზოლაციონისტური პოლიტიკა აირჩიოს ტრამპმა და ამ შემდეგ თუმცა თვითონ ისეთი ფიგურა არის რომ რაც ნაკლებად სავარაუდო მგონია და მეორეს მხრივ ქართული ოცნება ხშირად აპელირებს იმაზე რომ აი ტრამპი მოვიდა დაალაგებს და მათ შორის ეს დეზინფორმაცია რაზეც წეგანს საუბრობთ ხო კარგად აქვთ გამართული ეს კლასიკური რუსული ჟანრის კლასიკა არის რომ რაღაცა გლობალური ომის პარტია მართავს ყველაფერს და ამ შემდეგ და ტრამპი ამასთან დაალაგებს და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობ, როგორ შეიძლება იმოქმედოს ტრამპა ამ პროცესში? ნუ ცხადია თეორიული ესეთი მსჯელობა, მაგრამ მისი ინტერესებიდან გამომდინარე დათმობს თუ არა ამ რეგიონსაც? აი, ეს შევხედოთ რომ პირველ რიგში ამერიკა ზესახელმწიფოა და ზესახელმწიფოები მინდა ზესახელმწიფო ის იზოლაციონისტური არ არის. ის რომ იზოლაციონისტური ზესახელმწიფო არ იქნება. რას ნიშნავს ზესახელმწიფო? რომ სოფლიო პოლიტიკაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. სოფლიო პროცესებზე. რუსეთს ეს არ შეუძლია. საბჭოთა კავშირს შეეძლო ეს. ამიტომ რუსეთს ეს უნდა რომ აი რუსეთს მაგას უნდა რომ მიაღწიოს. ჩინეთსაც კი არ შეუძლია. იმის მიუხედავად რომ დიდ დრამაზე შეუძლია, გავლენას მაინც არ შეუძლია. ანუ ეს პრაქტიკულად ჯერჯერობით მარტო ამერიკის შეერთებული შტატები. აქედან გამომდინარე, ტრამპი რა თქმა უნდა იზოლაციონისტი ვერ იქნება. ბუნებრივად თუ უნდა რომ ამერიკა იყოს ეს სახელმწიფო. ხა თუ არ უნდა, თუ კი ბატონო მაშინ დაიხურებულ კუნძულს ვაიქნება. ეს არ ჩანს რომ არ უნდათ. აგერ ბატონო ღაზა სექტორზეა ლაპარაკი და გრენლანდიაზე და რა ვიცი მე რა. ეხლა ის რომ ის რუსეთს ესეთი დამოკიდებულება აქვს ალბათ მისადმი რომ ეს რადგან ტრადიციული პოლიტიკური ელიტიდან არ არის, ის არის რაღაც უფრო სხვა ტიპის ჯგუფიდან და ეს ბიზნესმენია ყოფილი, რომ ესე იგი ბიზნესმენის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, რომ თითქოს აი რაღაცა მოგება წაგების პრინციპით ვითამაშოთ ამ შემთხვევაში. ხო, მოურიგდეს, რომ მოდით აი ეს რეგიონი შენი იყოს, ეს რეგიონი ჩემი იქნება. მაგრამ ეს რო გააკეთოს რუსეთმა, მაშინ ორი თანაბარი ძალის სახელმწიფო უნდა იყოს. როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ციმების დროს იყო უბრალოდ. ეხლა ეს საბჭოთა ბანკი და დასავლური ბანკი მეტნაკლებად თანაბარი სიძლიერეს იყო სამხედრო თვალსაზრისით და კიდე სხვა. ახლა ეს ასე არ არის. რუსეთი ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით გაცილებით სუსტი სახელმწიფოა ყველანაირი თვალსაზრისით. ამიტომ ის რომ ძლიერმა ტრამპი რომელიც არ გავს ეხლა იმ პიროვნებას რომ ვიღაცას რაღაცას დაუთმობს ზედმეტად სადაც მისი ინტერესია არ მგონია რომ თლათ ასე იყოს ეს ამბავი რომ მოდი რა აი მე ხა შენ მე პატივსცემ რა ვლადიმერ პუტინს და მოდი შენ ხა ეს ადგილი აკონტროლე მე წავალ და სხვა ადგილს ვაკონტროლებ იმიტომ რომ ის ადგილის კონტროლი მისი სხვა ადგილის კონტროლს ხელს უშლის მე შავი ზღვის უსაფრთხოება გასაგურებელი ხელს უშლის პირველ რიგში რა ხა თურქეთია თუ და შავი ზღვის ქვეყნები ნატოს წევრები ქვეყნები არიან და იმას თუ დაემუქრა ხა რუსეთი რა თქმა უნდა ის რეგიონს ემუქრება და დაემუქრება აუცილებლად იმიტომ რუსეთი არ არის ხა ეს კი შეიძლება ჩვენ არ გვიყვას რუსეთი და გასაგებია მაგრამ რუსეთი 500 წელი იმპერია აქვს ესე კი არ არის მას ამ ხედროსა ის აქვს რაღაცა შეუძლია რაღაცა უნარი აქვს შეიძლება არა გლობალური მასშტაბით მაგრამ რეგიონული მასშტაბით ნამდვილად აქვს მაქსიმის უნარი რომ რაღაცაზე გავლენა მოახდინოს ამიტომ ხედავთ ეს იცის ტრამპის პოლიტიკურ ელიტამ ეს იცის და წესით და კანონით ეს აი ამ ლოგიკით არ უნდა განვითარდეს რომ მოდი შენ ეს რეგიონი და მოდი მე ხა წავიღებ სხვა რეგიონს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ კავკასია არ არის შეიძლება ხა სოფლიო პოლიტიკა კავკასიის გარშემო არ ტრიალებს და გასაგებია მაგრამ სადღაც რაღაცა რეგიონული თვალსაზრისით მას რაღაცა როლის თამაში შეუძლია ხო
ამიტომ ესე იგი შავი ზღვის რეგიონი იქნება თუ ცენტრალური აზია იქნება თუ ახლო-აღმოსავლეთი იქნება ესე იგი აი რაღაცა საკვანძო როლის თამაში გარკვეულ პერიოდში მას შეუძლია თქვა ავღანეთის ომის დროს ითამაშა კიდეც ეს რეგიონი საქართველოს მითამაშეს რაღაცა როლი იქ თქვა არ ვიცი ამერიკულ სამხედროების გადაადგილების თუ კიდე სხვების თუ სხვა თვალსაზრისით ამიტომ მე მგონია რომ ну დაველოდოთ ძალიან რთული ამის თქმა. ხო, ცხადია. აი ურთულესია, იმიტომ რომ პროგნოზის გაკეთება. ყოველ დღე ხა ისეთ რაღაცა შეიძლება მოვისმინოთ რამის გავს აკtualურად არ არის. ასე როცა ომის პერიოდში ვცხოვრობთ. კი, მაგრამ მე არ მგონია რომ თუ ჩვენ აი ხა ის გვარი დამავიწყდა უკრაინაში რომელიც ამერიკის წარმომადგენელი სამხედრო ეს გენერალი კეგლი მოკლედ ხო ამ ორი დღე გამოქვს რომ აშკარად ჩანს იქ რომ ესე არ არის რომ ხა შავა რაღაცა ბუდიანაკეს ტრამპი და ბოდიშებსაც დაუწყეს პუტინს ამ თქვა როცა ეძახის რომ მინერალებია მინერალების თემაზე კი ხო რა ქვია უკრაინა რატო თქვა ახლა ეს რა საიდან მოაგონდა ეს გააკეთებს რუსეთის კონტროლირება ტერიტორიაზე ახლა ეს ტერმინი იმიტომ გამოიგონება რომ ამერიკულ ამორჩეულს აჩვენოს რომ მე ესე იმიტომ ვაკეთებ იმას უკრაინაში რომ სარგებელია თორე საერთოდ არ ახსენებდა მინერალებს კაცო ეს მეტად წესი და კანონით ეს ასე მაგრამ გადაწყვეტილებას მე ვიტყოდი გარკვეულ დოზით მაინც ის სახელმწიფოები იღებენ სადღაც ჩვენი სახით თუ მათაც რა უნდათ იმიტომ რომ ჩვენ თუ მუდმივად არასასურველი პარტნიორი აღმოჩნდით დასავლეთისათვის ჩვენ უკვე მათთვის გადავალ პირდაპირ პრაგმატული კატეგორიების ასე ვთქვათ ურთიერთობების კატეგორიაში გადავალთ რაც იმას ნიშნავს რომ წმინდა წყლის ურთიერთობებში იქნება მოგება წაგების პრინციპი ჩვენთან სადაც რა თქმა უნდა კავკასია იმას ვერ უგაბედავს რომ რაიმე დაუპირისპიროს ხა ამერიკას და ან რომელიმე ქვეყანას ეს გამორიცხულია ამას არ გაბედინებს მაგრამ იმის იქითის არ წავა და დარჩება ესეთ რაღაც ბუფერული ესე ვთქვათ ზონა თუ რა ვიცი რა დავარქვათ ეს ნაცრისფერ ზონას რო უწოდებენ ხოლმე რომელიც ვერც რამის გაუწევს წინააღმდეგობასა და არც აი არ მოხდება რუსეთს ეს უნდა კი და ფიქრობს რომ აი ღრუეს გალში დაიჭიროს მაგად ვიქცეთ კი რომ აი ეს რუსეთი იმას აკეთებს რომ კავკასია აღმოჩნდეს არასაინტერესო დასავლეთსაც მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც რომ უთხრას რომ რა გინდათ კაცო ამ ქვეყნებთან ახლა რა მოგება ამ ქვეყნებთან ურთიერთობს აგერვა რა ხოლმე ქვეყანა ახლა რესურსები და უცებ აგერ ახლა თქვენ მეუნებით რომ რა ამის ეს რამდენად გამოუვა კიდევ ერთხელ რუსებს მე მაინც მგონია რომ თუ ავიღებთ იმას რომ დღევანდელი ამერიკა მისი რაღაც კრიზისულ ამბების მიუხედავად რუსეთს ძლიერია ბევრი თვალსაზრისით ხა პუტინის რაღაც შეთავაზებებზე ესე რაღაცა წვრილ შეთავაზებებზე ირბინოს ყოველდღიურ ვაჭროკანასავი არ მგონია ტრამპმა არ გავს ამ ტიპის ადამიანს ყოველ შემთხვევაში რა მიუხედავად მისი ბიზნეს წარსულისა კი ბატონო და ბოლოს დასასრულს დეზინფორმაციაზეც მინდა ცოტა ვისაუბროთ მათ შორის ამაზეც წერდი მე მგონი თუ არ ვცდები ბოლოს ძალიან დიდი ტალღა საინფორმაციო ომში ვართ ჩვენ დღეს და ეს საინფორმაციო ომი თუ მოვიგეთ დიდი ალბათობით ამ power bomb-საც მოვიგებთ ხო თუმცა ჯერჯერობით იმხელა რესურსი აქვს შადებული ამაში ხელისუფლებასაც და რუსეთსაც რუსეთს პირველ რიგში რუსეთი არის ამაში ხო რომ საკმაოდ რთულია ამას დაუპირისპირდე როგორ ფიქრობ ჩვეულებრივი მოქალაქე როგორ შეიძლება ებრძოლოს და დაუპირისპირდეს ამას ესე ვთქვათ პროფესორს დეზინფორმაციის გავრცელების და დაჯერების თავი წყალვარდი ინფორმაციის ნაკლებობა მის გასაგებია ეკონომიკური გაჭირვება და კიდევ სხვა მაგრამ მათ შორის ინფორმაციის ნაკლებობა პირველში თუ მოქალაქეს აქვს ინფორმაცია და მას მუდმივად მიეწოდება მას სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია სადაც მან შეუძლია მეტნაკლებად დაინახოს ავი და კარგი όσο უფრო მეტი რესურსი ჩნდება იმისა რომ დეზინფორმაცია შეებრძოლა რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ძალიან გეგმაზომიერად გაკეთებული ესე იგი მიწოდებული ინფორმაცია არა რაღაცა პროპაგანდისტულად მეორე მხრიდან არც ეს არ შეიძლება იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში დასავლეთის იდეაც ბევრი აქტორის მხრიდან ცუდად პროპაგანდირებული სახით მიეწოდებოდა საზოგადოება რამაც ძალიან ცუდი როლი ითამაშა რომ ცუდად პროპაგანდისტულად მიწოდებული იდეა ყოველთვის გამოიღებს ცუდ შედეგს უკვე ეფექტი აქვს და ერთ-ერთი მიზეზი სხვა შორის ჩვენთან აი ამ რაღაც ამბებისა სწორედ ესეც არის საზოგადოების უმოუფლების იმიტომ რომ რაღაც ცუდად ის მოხდა რა მის პროპაგანდირება დასავლეთ რომელიც ჩემს საერთოდ არ იყოს ასეთი ამიტომ აი ეს არის მთავარი ინფორმაციის რაც შეიძლება ახლოს მიტანა საზოგადოებასთან მათ შორის თქვენ წარმოვიდგინეთ ისტორიის ახლოს მიტანა რატომ და ჩვენ ტიპის საზოგადოებებში ისტორია არის ხოლმე ძალიან ისეთი იარაღი რომლის მეშვეობითაც საზოგადოებები ახერხებენ საკუთარ თავის გააზრებას იმიტომ ჩვენ ახლა პოსტინდუსტრიულ საზოგადოება არ ვართ სადაც ადამიანის ფლებისა და სხვათა მიხედვით დიაზრებს ადამიანის საკუთარ თავს ამიტომ ასეთ ქვეყნებში ისტორია არის ხოლმე ძალიან განსაკუთრებით პოპულარული და ამ ისტორიას უნდა ძალიან სწორად მიწოდება და მაშინ წარსული გამოცდილების დანახვა ზუსტად ხო რასაკვირველია ჩვენ აი რომელი რუსეთის გარამდე თქვა მე-19 საუკუნეში ეს მართლა ესე იყო რომ აი იფიქრეს ქართველებმა და არიქა და რუსეთს შეუერთდით ესე მარტივად იყო საქმე ან თქვა ნუ აუზერთ ასე მარტივად იყო არა ჩვენ აუხსნათ საზოგადოებას რომ
სოფლის ისტორიული პროცესი რაღაცის გამო ხდება ასე. და რატო ამოვშთით იმ რუსეთის იმპერიაში და რატო ამოვშთით იმ საბჭოთა კავშირშიც. და იქ რას ვაკეთებდით მე ქართველები რომ ესე იგი თავი დაგვიღწია იმპერიალიზმისგან. ეს კარგად უნდა დავანახოთ იმის მიუხედავად რომ იქ ვიღაცამ ქარხანა ააშენა საქართველოში და ვიღაცამ გზა დააგო. ეს არ ნიშნავდა ქართველების გულის მოგებას ბოლომდე, იმიტომ ეს ვთქვათ იყო ეს რაღაცა ანტისაბჭოთა ჩვენთან განწყობები. ეს უნდა დაინახოს ადამიანმა რომ რა არის ამ ყველაფრის უკან, რა მიზეზი იდგა. ეს არ იყო უბრალოდ რომ ვიღაცას ხელფასი არ მისცეს და ქუჩაში გამოვიდა. ცხადია. ანუ ინფორმაცია კიდევ ერთხელ მათ შორის ისტორია შეიძლება ძალიან შეჟღერდეს, მაგრამ ისტორიის სწორად გააზრებული მიწოდება კიდევ ერთხელ არც ფანტასმაგორიული რაღაცა 10,000 კაცი 100,000 რო ამარცხებს და არც ის რომ ესე იგი თქვათ რომ არ ყოფილიყო ის რუსეთი და საბჭოთა კავშირი რაღაცა მოგვივიდოდა ჩვენ ესე იგი და გავხრებოდით ისტორიიდან. ხო, ანუ არა ორი უკიდურესობა, არამედ რეალური ფაქტები. რეალურად თუ აუხსერო ადამიანს რომ ნავინახოს ის თუ რაიმე არასწორი აღმოჩნდა საკუთარ ისტორიაში არ მოეწონა ეს შეიძლება კი ბატონო არ მოეწონას მაგრამ უფრო ეს ადამიანური ფაქტორი ის ყველგან შეიძლება მოხდეს ეს არ ნიშნავს შენ დამნაშავე ერი ხარ რაღაცა გააფუჭე და ეს ცნობილი რომ მოღალატეობა ჩვენ გენეტიკაში გვიდევს და რაღაც ასეთ ეს ასეთ არასოდეს ადამიანი რას ნიშნავს მოღალატეობა გენეტიკაში გიდევს რა აუხსნა რომ სახელმწიფოს გაქრობა მისმა არ განვითარებამ გამოიწვია დეზინტეგრაცია საზოგადოებაში და არ შეთანხმება და ასე შემდეგ რაღაცა აი ეს ალბათ აი ეს არის მომენტი რა ესე იგი ინფორმაცია რა თქმა უნდა პირველ რიგში მათ შორის კიდევ ერთხელ ისტორიაზე საერთოდ კარგად აპელირება ან ლუსტრაცია ალბათ მათ შორის რომ ანუ იცოდნენ ადამიანები ვისაც რა როლი ჰქონდათ დაუშვათ ასაგურელია იმის ახსნაც რომ მე-19 საუკუნის ადამიანს თუ მე-12 საუკუნის ადამიანს 21 საუკუნის ადამიანით ქცევას ნუთხო იმ სტანდარტებით ის მოქმედებს იმ სტანდარტში როცა ცხოვრობდა და შენ მოქმედებ იმ სტანდარტში როცა ცხოვრობ. ან ამის კარგად გაგება ადამიანებს შორის რომ ეს არის ყველაფერი პროცესი. ანუ ეს არ არის რაღაც პროპაგანდა მხოლოდ, ეს არის ადამიანის გავლილი ისტორია. და მათ შორის ეს ცნობილი ანტიკოლონიური ისტორიის კარგად გააზრება, რომ ჩვენ რას ნიშნავდა ეს ორსაუკუნოვანი საქართველოში სახელმწიფოების გაქრობა. რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი მომენტი. კი, და ამხელად აღიდა გვასვა მათ შორის. კი, კი. ზვია, ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო. ნამდვილად შენთან საუბარი, წარმატებები მინდა გისურვო შენც და ზოგადად ჩვენ ქვეყანას, რაზეც ვისაუბრეთ ამ თემების მიმართულებით განსაკუთრებით. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა და ეს ვიტყვით უბრალოდ ხვალ ეს არის რა ქვია, ამბობს და შემეშალა ტელეფონმა არასოდეს ესე იგი თარიღი ხვალ არის 8 თებერვალი ხვალ არის. აღმაშენებელსა და უნივერსიტეტის დაარსების დღე არის. დაარსების ხო ეს სპეციალურად გააკეთა ივან ჯავახიშვილმა, იმიტომ რომ იმიტომ არჩევ, მაგრამ კარგად იცო რომ დავითი რას ნიშნავდა, ის მარტო ხმალი არ იყო, ის მარტო ცოდნაც იყო, ამიტომ ესე იგი მე მინდა ჩვენს მაყურებლებს მიულოცო დავით აღმაშენებელსა და უნივერსიტეტის დაარსების სტუდენტებს წარმატებები უსურვოთ ამ მნიშვნელოვან პროტესტში. მადლობა ზვიად, დავიმშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, მეც მოგილოცავ წინასწარ დავითის ხსენების დღეს და უნივერსიტეტის დღეს მეც თესეულის წარმომადგენელი ვარ. ნახვამდის მეგობრებო.